მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს სტუმრად გთავაზობთ რომან აფაქიძეს. რომან სალამი. გამარჯობა ირაკლი, მიხარია ისევ შენთან სტუმრობა. მე კი სულ მიხარია რომ მოდიხარ ჩემთან სტუდიაში. ჩვენ ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ. ეს შენი შემოთავაზება ჩვენი სულ სხვა თემაზე კომუნიკაციის მომენტში გაჩნდა, ძალიან საინტერესო იდეა იყო. და მე მგონი რომ დროული ხო? ანუ ჩვენი დისკუსია აგებულია ჰიპოთეზაზე, რომ თანამედროვე სამყაროში რახან მემარჯვენე რადიკალური ასე თქვათ იდეოლოგიების პოპულარიზაცია მიმატა და ჩვენ ხედავთ ტენდენციას, რომ ეს ამერიკული მემარჯვენეობა და ტრამპიზმი არ არის ცალკე შემთხვევა. ხედავთ იგივე ტენდენციას ევროპაში, ახლა რუმინეთშიც პრაქტიკულად იგივე ტენდენციების მძლავრობა, ევროპის ქვეყნებშიც არის იგივე ტენდენციები, მარი ლეპენის შემთხვევას, ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაჭირდა, რომ აი რაღაცნაირად ეს მომძლავრება მას დაეთრკუნა იმ კანონიერი შესაძლებლობით, რაც იყო საფრანგეთში, ბრექსიტიც ვიცით ესეთი, ორბანის მთავრობაც ვიცით, ფიცოს მთავრობაც ვიცით, მოკლედ ეს მომენტები არ არის შემთხვევითი მომენტები, მას აქვს გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი და რაღაცამ გამოიწვია. მოდი მინდა შენ აღწერო, რამ გამოიწვია მემარჯვენე იდეოლოგიების მომძლავრება და შემდეგ ეს დაუკავშირო ჩვენი მსჯელობა უკვე აი ახალი ჯენზი საზოგადოების ახალი თაობის ტენდენციებს. რახან ჩვენ ვამშობთ ზოგად ტენდენციას, რომ ჯენზი საზოგადოებას მრავალი კვლევა არსებობს, რომ უფრო მეტად ახასიათებს მემარცხენე, ასე ვთქვათ, ღირებულებების ტრენდები, გაზიარება, კულტურა, შესაძლოა მომავალი ძალიან მემარჯვენე აღმოჩნდეს. ხო? კი. მოდი აბა. საიდან ის მემარჯვენე რადიკალიზმი? ბევრი კვლევა არის, რომელიც ბევრი კვლევა კი არა, ბევრი მოსაზრება გამოითქვა უკვე, ანუ ძალიან კარგი მოაზროვნეებიც შეერთდნენ უკვე ამაზე ფიქრის პროცესში, რომ მსოფლიო, რომელში ცხოვრებისთვისაც აღზრდილია ეს Generation Z, ანუ ჯენზები, როგორც ჩვენ ვეძახით, ეს მსოფლიო უბრალოდ არ იარსებებს. ისედაც პრობლემა აქვს ამ თაობას, ამ პირველი დიგიტალური თაობა, ხო, რომელსაც უწყვეტი წვდომა ინტერნეტთან და ანუ რაღაცა ვირტუალურ სამყაროში ცხოვრების გამოცდილება აქვთ და ამაში ცხოვრობენ, ამაში არიან. და ისედაც სოციალიზაციის პროცესში მათ გარკვეული სირთულეები აქვთ. იმიტომ რომ შეჩვეული არიან რეალობასთან ესეთ არ შეხებას, ესე ვთქვათ, თითქოს. და ამ პირობებში გაზრდილი თაობისთვის სამყარო, რომელიც ეხლა უკვე არის და რომელიც მოდის, როგორც ჩანს, იმიტომ შენ სწორად აღნიშნე, რომ მემარჯვენეობის ტრენდი არსებობს მსოფლიოში. მე რამდენი მთავრობა აღარც მახსოვს უკვე ევროპისთვის მე-13 მე მგონი, ხო? ევროპის 13 სახელმწიფოში ყავს მემარჯვენე ხელისუფლება. თუ ბოლომდე არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათი მძლავრობა აშკარაა. თანაც გერმანიაშიც კი ეს AfD თუ რაღაცა. მერცი იგივე მემარჯვენე. ეს კონსტიტუციური, ასე თქვათ, სასამართლოს ჩარევა გახდა საჭირო, რომ ის რაღაცა რადიკალურ პარტიად მიეღოთ. ანუ როგორც საფრანგეთში დაახლოებით იგივე მექანიზმი და პროცედურას მიმართენ, რომ დათრგუნონ ინსტიტუციურად მათი პოპულარობა და ეს პოპულარობა თუ კი ბუნებრივი დინამით არის მიშვებული, ანუ აქვს ის დინამიკა, რომ უმრავლესობაში გადაიზარდოს. ამას გრძნობენ ცხადია. რატომ? სხვა შორის არესტოვიჩმა თქვა ეს ფრაზა ძალიან მომეწონა. მიუხედავად მისი რაღაცა ისე არაფერი არ მომწონს ეკადემია. მისი პოლიტიკური პოზიციის მიმართ ჩემი ნაკლები სიმპათიისა, ჭკვიანი ბიჭი რო არის ფაქტია. და ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, რომ ანუ ტრამპი კი არ არის მემარჯვენე ტრენდის მიზეზი. მე შენ ახლა მიზეზებზე იკითხე და მოდი ამაზე ველაპარაკოთ ცოტა, იმიტომ რომ რამ გამოიწვია მართლა ეს. ტრამპი კი არ არის მემარჯვენე ტრენდის მიზეზი. ტრამპი კი არ ქმნის მემარჯვენეობის ტრენდს მსოფლიოში. არამედ ტრამპი არის მემარჯვენე ტრენდის შედეგი.
რომ აი ამ ტრენდს მოყვა ტრამპი. და მე სიმართლე რომ გითხრა, ფლად ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, რომ მემარჯვენე ტრენდი როგორც ასეთი არსებობს. და მემარჯვენეობის მოთხოვნილება გაჩნდა განსაკუთრებით ესეთი რადიკალური, ხო, როგორიც არის საზოგადოებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ანტიმემარცხენეობრივი ტენდენციები იმდენად ძლიერია, რომ აი მაგალითად რა ვიცი, ჩემი რაღაც ბოლო 2 ვიზიტის დროს ევროპაში იქ ადგილობრივებთან საუბრის შედეგად მქონდა ეს არგუმენტი ბრჭყალებში, რომ იმას ყველაფერი ჯობია, რაც არის. ხო, ანუ რაღაცა აი ამ მორალურ რელატივიზმს თითქოს, ხო, რომ რაღაცა ანუ მორალურ ძალიან პოსტმოდერნულ პარადიგმაში შევიდა თითქოს ეს მემარცხენეობა, რომ ანუ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ანუ ზოგადად რელატივიზმის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, როდესაც ადამიანის ფასეულობაზე არის ლაპარაკი, რომ ანუ მე რაღაცა IQ 81 მაქვს და შენ IQ 157, ეს არ ნიშნავს, რომ მე ნაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, როგორც ასეთი, ვიდრე შენ, ანუ ჩვენი ადამიანობის დემოკრატიის ამ პრინციპს ერთი ადამიანი, ერთი ხმა, ესე ვთქვათ. ამას კი ვიზიარებ, მაგრამ მე არ მგონია, რომ შეხედულებების დონეზე არის ეს მართალი, ანუ მორალის დონეზე მართალი. იმიტომ რომ თუ ვთქვათ, იმიტომ რომ მორალური რელატივიზმი აი ამ ჰუმანურ რელატივიზმს არ ღვევს. მაგალითად, ეს ცნობილი ამბავია, გეცოდირება შენ სემჰარისის ეს ერთ-ერთ პოდკასტში აღნიშნა ესეთი რაღაცა, რომ ობამას ადმინისტრაციის მორალის კომისიის წარმომადგენელთან თუ ხელმძღვანელთან კამათის ამბავს იხსენებს და აქ ისმევა ჰარისის მიერ ესეთი კითხვა, რომ ადამიანი, რომელიც კლავს თავის ქალიშვილს, იმის გამო, რომ მას გამოუჩნდა ფეხის რაღაცა ნაწილი კაბიდან. ეს ადამიანი არის თუ არა დავნაშავე. და აი ამ ობამას ადმინისტრაციის მორალის კომისიის წარმომადგენლის პასუხი იყო, ნუ სემისთვის ყოველ შემთხვევაში შემაშფო თვითონ ესაყვება. რომ თუ ეს განპირობებულია მისი რელიგიური შეხედულებებით, მაშინ ეს დანაშაული არ არის. ანუ ფაქტობრივად მე ვამბობ, რომ მორალური რელატივიზმი უფრო მეტია ვიდრე ჰუმანური რელატივიზმი. ანუ მე ვამბობ, რომ ამის გამო შეიძლება ადამიანი მოკლა. აი ეს მემარცხენეობა, რაც მისცა სამყაროს, აი ეს სუსტის ძალა. აი მაგალითად რაც მოხდა ჰამასის აი ეს ბოლო ბავშვების მკვლელობის ამბავი რომ იყო ერთი ოჯახის 2 ბავშვი მოკლეს, ხო ერთი 6 თვის იყო, მე მგონი თუ რაღაცა, მეორე 4 წლის თუ რაღაცა. და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ ბოროტებების ფონზე, რასაც ჩვენ მათ ვუკეთებთ, ლოგიკური არ მათ ეს გაეკეთებინათ. და მე არ მგონია ეს სწორი. ანუ მე არ მგონია, რომ მორალი, როგორც ასეთი, კი, მორალს აქვს ადაპტური ბუნებაც. მაგრამ მე არ მგონია, რომ სინდისი შეიძლება იყოს რელატიური. მაგრამ მორალი, ანუ მორალი არის რაღაცა უნივერსალური მოცემულობა, ჩემი აზრით, რომელიც თავისთავად არსებობს, რაღაცა მიმართების ფორმა. არსებულ რაღაცეებს შორის, აი ამ ჭიქას და ამ ტელეფონს შორის არსებობს მიმართების ფორმა, რომელიც დამაზიანებელია ამ ტელეფონისთვის, თუ ამას ჩავაგდებ, ხო ესეა. შესაბამისად, ესეთივე მიმართებაა მორალური მიმართებები. და ისინი თავისთავად არსებობს სამყაროში. უბრალოდ ჩვენი ინსტრუმენტი, რითაც ამასთან ურთიერთობთ, ეს არის სინდისი. ხო? და შესაბამისად, თავის სინდისთან სწორი ნიშნავს თუ არა მორალთან სწორს, აი ამ დონეზე მისვლა, აი ეს პოსტმოდერნული აი ეს დოქტრინა, რომ არ არსებობს არანაირი დადგენილი ჭეშმარიტება თითქოს. ხო, მაგრამ აქ ხო მორალთან არსებობს რაღაცა ერთგვარი სოციოლოგიური
ჭეშმარიტება, ანუ მორალის მექანიზმში დევს ჯგუფური ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმი. და ჯგუფი ვერ ითანამშრომლებს თუ იქ იქნება კვლელობა დაშვებული, ტყუილი დაშვებული, შური, ღალატი და ასე შემდეგ. ის რაც დაუშვით შეიძლება შეექმნას ადამიანს. პოსტმოდერნულ პარადიგმაში ჯგუფურ მიმართებებს არ აქვს თითქოს მნიშვნელობა, ხო? ეს შეიძლება უკვე არასწორი ინტერპრეტაცია იყოს. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ის რაც თუნდაც ქრისტიანულ სამყაროში მორალურად ლეგიტიმური და გამართლებულია და მორალის ლეგიტიმაციის საშუალება შეიძლება ადამიანმა დაუკავშიროს რელიგიას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მორალური უნივერსალიები უნივერსალურია იმ საზოგადოებაში, სადაც ქრისტიანობა არც გავრცელებულა. ანუ ამ მიმართებებს არ მოკლა, არ მოიტყუო, არ უღალატო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა საზოგადოებაში აღმოვაჩენთ ტრაიბალურშიც კი. ანუ ყველაზე განუვითარებელ საზოგადოებებშიც კი. ანუ ეს ფაქტი, ანუ რომელიც არის ჩარჩო მექანიზმი, საიდანაც იქნება მორალური კონსტიტუცია და შემდეგ შეიძლება გამომდინარე უკვე საზოგადოების აქტიურობიდან, ინსტიტუციებისგან ვითარებიდან, სოციალური ინტერაქციების გართულებებიდან მას უკვე შეექმნა სხვა ცვლადები. ეს სხვა მომენტია. ანუ იქ შეიძლება დარჩეს რელატივიზმის საშუალება, მაგრამ ძირითად მექანიზმში არ არსებობს რელატივიზმის საშუალება, იმიტომ რომ არსებობს უნივერსალური მექანიზმი ჯგუფური ინტერაქციის. ამიტომ ეს არის მორალი კაცობრიობას რელიგიამ არ შესწინა, ის ჯგუფური ინტერაქციის მექანიზმში დევს. კი, ამაში გეთანხმები აბსოლუტურად რა. ანუ ისევ რო გადმოვიტანოთ ახლა რაღაცა ვთქვათ წარსულიდან რო წამოვიდეთ, ხო? საბოლოო ჯამში ჩემთვის რაღაცა ლიბერალური აზროვნების და ლიბერალური ფასეულობის კი ეს სიტყვაც არ ქონია ახლა მას. ერთ-ერთი ყველაზე კაფიო წარმოადგენელი თუ მისი საძირკველი არა, ანუ ერთ-ერთი საფუძველი ნამდვილად არის ვოლტერი. ხო? და ეს რაღაცა მემიც არის, რომელიც დადის, ხო, რაღაცა ინტერნეტში, რომ ანუ ვოლტერის ეს სიტყვები, რომ მე თუ საჭირო იქნება თავსაც გავწირავ იმისთვის, რომ შენი აზრის გამოთქმის საშუალება მოგეცეს. ეს აი ამ პერიოდში შეიცვალა იმით, რომ შენ როგორ ბედავ საერთოდ, რომ გაქვს ესეთი არასწორი აზრი. თან არის თითქოს აი ეს რაღაც მორალური რელატივიზმი, მაგრამ როგორც კი სემხარისი ამბობს, ვთქვათ სიტყვაზე, რომ მორალური კი არა, ჰუმანური რელატივიზმია პირველი და მერე ხდება აქ. ხო, ანუ ეს ამას არ უნდა უშვა. საფუძველი ამისთვის ადამიანია human და ანუ არ არის მოცემულობა, რომელშიც ერთ ადამიანს მეორის მოკულის უფლება აქვს, როცა ამაზე ლაპარაკობს. ანუ შენ როგორ ბედავ ამ აზრის გამოთქმას. შენ როგორ ბედავ, რომ არ გვეთანხმები ამაში. მაგალითად ძალიან ბევრი თემაა, რომელსაც ეხლა ამბობ რომ ძალიან დავინტერესდი ამით და Warren Farrell's უსმენ ძალიან ბევრს და მისი წიგნიც ეს Boy Crisis, ბიჭების კრიზისი. ძალიან საინტერესო წიგნია, სხვა შორის Gen Z-საც რაღაცა მე მგონი ძალიან ისე ეხება და ანუ ამ წიგნში გამოთქმული და იმ კვლევებში დაფიქსირებული მონაცემების გადმოტანა შეიძლება ამ თემაზე. რომ მაგალითად ეს მორენი თვითონ ქალთა საზოგადოების ნიუ-იორკის ქალთა საზოგადოების წევრი იყო, ხო? და როგორც კი მან თქვა, რომ იცით რა, ქალების უფლებების დასაცავად კარგი იქნება, რომ ჩვენ მამაკაცების მოთხოვნილებებით შევისწავლოთ და ამათ ჰარმონიზაციაზე ვიფიქროთ. თუ მას ყავდა გუშინ 100 მსმენელი, ხვალ ყავდა 10 მსმენელი. ხო, ანუ ეს იყო რაღაცა პროტესტის ფორმა ამის წინააღმდეგ. არა და რეალურად ეხლა რაღაცა suicide rate კვლევა არსებობს, ხო, მაგალითად. გაერო ატარებს ყოველწლიურად, მე მაქვს ეს 2 წლის წინანდელი მონაცემებია. 0-დან 9 წლამდე suicide rate, ანუ თვითმკვლელობის რაღაც მაჩვენებელი. გოგოებში და ბიჭებში არის ძალიან დაბალი და ერთნაირი. 10,000 ადამიანზე იზრდება თორსა.
თუ 100,000-ზე. თუ გინდა მე რა ვიცი YouTube-ზე კომენტარებში ამ ინფორმაციასაც შემიძლია ჩავაგდო, ხო? შემიძლია ჩავაგდო, გამოგიგზავნე და შენ. და მივამაგრებ ვიდეო. ხო, 10-დან 14 წლამდე ბიჭებში suicide rate არის 2-ჯერ უფრო მეტი. 15-დან 19 წლამდე 4-ჯერ უფრო მეტი და 20-დან 25 წლამდე 8-ჯერ უფრო მეტი. ხო, ანუ და ამაზე რა ვქნათ, არ ვილაპარაკოთ? ხო, ანუ მასკულინობის კრიზისი, რომელიც დადგა, აი ეს იწვევს უბრალოდ მემარჯვენე ტრენდს ერთ-ერთი რაც არის. ანუ მასკულინური ენერგია ამ საზოგადოებისთვის იქცა, აი მემარცხენე საზოგადოებისთვის. იქცა ზეტოქსიკურად და ისეთ რამეთ, რომ სერიოზული დებატები იმართებოდა ამის შესახებ. დიახ. რომ საერთოდ არ შევზღუდოთ ხელოვნურად ტესტოსტერონის რაოდენობა, ხო არ დავარეგულიროთ ხელოვნურად ტესტოსტერონის რაოდენობა მამაკაცის ორგანიზმში. ამაზეც ძალიან ბევრი საუბარი, ხო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ფაქტობრივად დღევანდელი სამყარო ამ ადამიანებს მამაკაცებს ეუბნება რომ ჩვენ არ გვჭირდება. შენ არ ხარ, როგორ ვთქვა, ლეგიტიმური წევრი ამ საზოგადოების. შენი ბუნების ესეთობის გამო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ნუ ვთქვათ აი ეს suicide rate-ის ანუ თვითმკვლელობის მაჩვენებლების ეს მახასიათებელი შეიძლება ამას ასახავდეს. რა ამაზე კვლევა უკვე არ ვცდილდება რა არის ამის მიზეზი. მაგრამ შეგვიძლია რაღაცა პარალელური კვლევები ვნახოთ. მაგალითად ვნახოთ რახან ჯენზიზე ვლაპარაკობთ, მაინც მოდი რაღაცები ვთქვათ, ხო, ძირითადი გამორჩევა, ანუ ეს არის დიგიტალ თაობა, ანუ თაობა, რომელსაც ფაქტობრივად უწყვეტი და უპრობლემო წვდომა აქვს ინტერნეტთან, უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ სოციალიზაციაში, ვიდრე რეალურ სოციალიზაციაში და ცხოვრობენ აი ამ რაღაცა დიგიტალურ სამყაროში. და ახალი დიაგნოზიც გვაქვს. ეხლა ხო, მე მგონი ერთ-ერთი ბოლო ფსიქიატრიული დიაგნოზი არის დიგიტალ დემენცია, ეს არის ულმის უნივერსიტეტის პროფესორი მანფრედ სპიცერი. მის მიერ შემოთავაზებული. ანუ ციფრული ჭკუასუსტობა ქართულად ვთქვათ, ხო? და რეალურად ამან რაღაცა ეს გამოიწვია, მაგრამ აქაც პრობლემა არის. ნახე, ანუ არსებობს კვლევა, რომელიც გეიმინგის თამაშებზე ადიქციის მაჩვენებელში გვიჩვენებს, რომ თუ თქვათ გოგოებში ეს მაჩვენებელი არის კვირაში ვთქვათ 7+ საათი. ბიჭების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის მინიმუმ 13+ საათი. 21 წლის ასაკში ნებისმიერ, ფაქტობრივად ნებისმიერ მამაკაც გამოზდის 14,000 საათი კომპიუტერულ თამაშებში გახარჯული. ეს არის 3 ბაჩელორს დიგრის შესაძლებლობა, ანუ 3-ჯერ შეიძლება გახდე ბაკალავრი. ეს დრო რო სწავლას დაუთმო. და რატო არის ეს ესე? ანუ რატო არიან უფრო მიდრეკილი ბიჭები ამის მიმართ? ხო, ამაზეც არავინ არ ფიქრობს. ანუ არსებობს აი ამ მემარცხენე ტრენდის გამო არაპოპულარული თემები, რომლებზეც საუბარი ვიღაცებს არ მოწონთ და როგორც კი შენ ამაზე საუბარს იწყებ, ხო, სხვა შეიძლება ამით კარგად სარგებლობს ეს რაღაც რუსული პროპაგანდა და ჩვენი რუსული პროპაგანდაც. ეხლა ხო, რა ვიცი, ეს სოციალურ ქსელს თუ აკვირდები, მე რაღაცა დიდ დროს ამას არ ვუთმობ, მაგრამ რაღაც ჩემი რისერჩიც არ არის, ხო, რაღაცა ისინი არ მაქვს, მაგრამ განსაზღვრული მაქვს ისეთი რაღაცა, რომ ცდილობენ თითქოს ესე დაანახონ საზოგადოებას ეს სურათი, რომ აქეთ მხარეს არის ემოციური პროტესტი. მათ რაც უპირისპირდება და მათი არის რაციონალური გონიერება. ხო, რაღაცა ეს მამაკაცური საწყისის დომინირება თითქოს. ხო. რაზეც ახლა საერთოდ ანუ თარგმნილებულები ამაში არ არიან, მაგრამ ყველა შესაძლო
კოზირის გამოყენებას ცდილობენ და ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ზუსტად ესე დაანახონ საზოგადოებას რომ ეს არის არანორმალური გიჟები რომლებიც საერთოდ ვერ იტანიან საწინააღმდეგო აზრს ხო და უბრალოდ რეალობასთან შეჯახების მერე აი ყურახიძეებსაც თქვა რა რომ მერე დავიბრუნებთ საზოგადოების ამ ნაწილს ხო რაღაცებს რომ მივაღწევთ მერე დავიბრუნებთ საზოგადოების ამ ნაწილს ანუ თითქოს მათია ეს რაღაც სიგიჟე არის რაციონალურობა და აქეთ არის და არიან მართლა აქეთ ანუ აი ამ რაღაც რადიკალურ მემარცხენე ტიპებს რომლებიც ყავს საზოგადოებაში რა თქმა უნდა ახასიათებთ ესეთი მოუთმენლობა საწინააღმდეგო აზრის ხო რომან ერთი მომენტი მინდა რომ მაყურებლებისთვის გასაგები იყოს რომ როცა განმარტავთ აი მემარცხენეობას და მემარჯვენეობას ეს ისე განმარტეთ როგორც უკვე გათვისნობიერებული მაყურებლებისთვის მაგრამ ეს ძალიან რთული თემებია ძალიან რთული ცნებებია ამიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება ჩვენს მიკროსაზოგადოებრივ სიბრტყეში რომ მემარცხენეობა პირდაპირ უკავშირდება მაინც და მაინც აბსოლუტ მარქსიზმს და იმ რადიკალურ მემარცხენე იდეას და რა ვიცი მემარჯვენეობა რა არის ნეტა კაპიტალიზმია და ესეთი ტოლობა ხო მაგრამ ეს ხო ძალიან რთული რამაა რა და ჩვენ ვსაუბრობთ მემარჯვენეობა და მემარცხენეობაზე სხვა გეოგრაფიულ სივრცეში მას განსხვავებული გაგება შინაარსი და გაგება აქვს. კი, მაგრამ რაღაცა უნივერსალი, ანუ მაგას ამბობ რომ გამოვყოთ ეს უნივერსალი. ხო, ანუ ეს გამოვყოთ, იმიტომ რომ აი მაგალითად დასავლური მემარცხენეობა არის ლიბერალიზმი, ნეოლიბერალიზმი, ანუ ის მნიშვნელობები, რომელიც უკავშირდება თანასწორობის იდეას და მის რადიკალური გამოვლინება არის სწორედ ეს ვოუკიზმი, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ. Cancel culture, ბოდიშის კულტურა და სხვა ესეთი მიმართულება, მაგრამ აქ არის რაციონალური რაღაცა კონკრეტული ნარატივებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში. USAID-იც მისი ძალიან კონსტრუქციული ნაწილი იყო, ხო? და სხვა, ანუ დემოკრატიის ინტერნაციონალიზაცია, დემოკრატიის გატანა ეს, ანუ დემოკრატთა პარტიის ძირითადი დღის წესრიგი იყო და მასშიც არის ძალიან რაციონალური კონსტრუქციები, მაგრამ არის სოციალური განზომილება, სოციალური მოძრაობების სახით და თანამედროვე პოლიტიკაში იზუტებიდან გავიდა კიდე პოლიტიკა და საზოგადოებრივ მოძრაობებში გვაქვს, ხო? იქ შეიძლება უკვე ძალიან დიდ აბსურდებამდეც მივიდა, ხო? და მემარჯვენეობა იმ დასავლურ საზოგადოებაში ეს არის კონსერვატიული იდეა, უფრო ასე ვთქვათ. აი როგორც ჩვენ მართლა შეიძლება ესე მარგინალურად გვესმის კაპიტალისტური საზოგადოების კაპიტალისტური ასე ვთქვათ ხედვა კაპიტალისტური ასე ვთქვათ მოდელი თუ მოდუსი აზროვნების სადაც აი ამ ტრადიციულ მემარჯვენე ასე ვთქვათ მექანიზმს ოლიგარქიულ მექანიზმს აქვს გარკვეული რაღაცა თავისი რაციოს თავისი ასე ვთქვათ იდეა ეხლა ჩვენს რეალობაში ეს მემარჯვენე იდეა მაინც დასავლურ მემარჯვენეობაზე და მემარცხენეობაზე ვსაუბრობ ჩვენ და არა იმ საბჭოთა მემარცხენეობა და მემარჯვენეობაზე რომ ეს ბევრად უფრო ვიწრო მნიშვნელობები იყო. აქვს თავისი ასე ვთქვათ რაღაცა მომენტი. ეს არის პოლიტიკური პანდელუმის ერთგვარი თეორია, ანუ რომ რაღაცა დღის წესრიგი, რაღაცა სოციალური განზომილება აღწევს თავის პიკურ მდგომარეობას და მეორე უკიდურესობა რაღაცა იწყებს თავისი ტალღის აგორებას. ანუ ჩვენ ვხედავთ მართლა ეს ტენდენციას, რომ ვოუკიზმი და ეს ვოუკიზმი არ იყო უბრალოდ ბავშვების რაღაცის, ეს ვოუკიზმი ძალიან სერიოზული მომენტია და სოციალური ესეთ მოვლენა. ის მოცემულია პოპ კულტურაში, მას კულტურაში, ჰოლივუდში, გლობალიზაციის ძირითად ტრენდებში. ანუ ახლა გეიმერები ახსენე შენ და იყო ესეთი მომენტი, გეიმერების ძალიან საშინელი რეაქცია, რომ ბიჭების მოთხოვნა და მოლოდინი არის, რომ ეს თავარი პერსონაჟი იყოს, შეიძლება ლამაზი სექსუალური გოგო. სულ ესე უნდათ. ნუ თან უყურებდნენ ერთგვარი რაღაცა სექსუალური სუბლიმაცია. და მახინჯი რაღაცა მსუქანი, ანუ ის რეგულარული გოგო უნდათ, რომ ჩასვან იმაში და აი ყველა მთრეში რაღაცა ეს ისა არ გაიყიდა თამაში. ანუ ჩააგდეს. არ უნდათ ბიჭებს არ უნდათ. გოგონებს უნდათ. ი ფემინიზმში ძალიან სერიოზული ესეთი ისინი იყო პროტესტები, რომ აი სპეციალურად ქალის სხეულის ფორმების სექსუალიზაცია ხდება და ეს
ქალის ობიექტივიზაცია და ეგეთი რაღაცები და ეგეთი რაღაცა. ანუ ხო და ეს არის მასკულინობის უარყოფა ზუსტად. ეს არის მასკულინობის. როგორ ბედავ შენ რომ რაღაცა კონკრეტული იმის ქალი მოგწონს და რატო არ მოგწონს ზოგადად ქალი. ზოგადად ქალი რატო არ მოგწონს და რატო არ ხო ეგეთი რაღაცაა. აი ეს თან რელატივიზმის მიუხედავად აი ესეთი მომთხოვნები არიან რაღაცეებში რომ ანუ ეს თითქოს არის ხვდები ანუ თითქოს გეუბნება რომ კი ყველა აზრი უნდა არსებობდეს ყველას თანაბარი მნიშვნელობა აქვს და ტიპი თუ თავის რელიგიური მოსაზრებების გამო მოკლავს თავის შვილს ის არ არის დამნაშავე იმიტომ რომ იმას რელიგიასთან მიკუთვნებულობა აქვს და ის რელიგია უბიძგებს ამისკენ და მოკლედ ამას ამ სისუსტის უფლება აქვს მაგრამ შენ არ გაქვს უფლება რომ შენ იყოს სუსტი იმდენად, რომ მოგწონდეს კონკრეტული ქერა ქალი თქვა სიტყვაზე რა, იმიტომ რომ ეს შეურაცხყოფს თუმე წითურთმიან ქალებს, ან შავთმიან ქალებს. აი, რამდენად ნორმალურია ახლა ეს. ხო, აი რაციოს ანუ დანაკარგი გვაქვს რაციოს დეფიციტი. აი ეს რადიკალიზმში გადასული მემარცხენე, ანუ იმდენი ხნის განმავლობაში იყო დასავლური საზოგადოება მემარცხენე ჩემი აზრით რა. მოდი ესე ვთქვათ. ძალიან მარტივ ფსიქოლოგიიდან ვამოვიდეთ. ისე ფსიქოლოგიაში ხო გვაქვს ეს რაღაცა. ხო. პიროვნების მახასიათებლების დიდი ხუთეული. იქ არის ორი ძირითადად, ну ხუთი მახასიათებელია, მაგრამ ორი რომელიც ამასთან კავშირშია. ანუ კვლევები გვაქვს ახლა ამაზე, რომ არის მაგალითად კეთილსინთეზიერი ადამიანები, მაღალი კეთილსინთეზიერების მქონე ადამიანები. კეთილსინთეზიერი თლად ის არის ჩვენასაც საყოველთაო ენაში ამაში ვდებთ რა, ანუ ჩვეულებრივ ენაში კეთილსინთეზიერება არის მაგალითად შრომის უნარი, შრომის მოყვარეობა, ორდერლაინესი, ანუ რაღაცა გეგმის მიყოლის შესაძლებლობა, ანუ ეს თვისებები იკვრება როგორც კეთილსინთეზიერება ხო ფსიქოლოგიაში. კეთილსინთეზიერი ადამიანები როგორც წესი არიან კონსერვატორები. კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანები არიან. ოპენნესი არის აქ მეორე მხარეს, ანუ ეს არის კრეატიული და მაღალი მოძრავი ინტელექტის მქონე ადამიანების თვისება. იკვრება როგორც ოპენნესი, ამ პიროვნული მახასიათებლების დიდ ხუთეულში ღიაობა და აი ეს ღიაობა არის ესენი არიან ლიბერალური ადამიანები რა, რომლებიც რა ვიცი ღია არიან ყველა ახალი იდეისთვის და ასე შემდეგ. კონსერვატიზმი ისე საინტერესოა ამ თვალსაზრისითაც, რომ კონსერვატიზმი არის ერთ-ერთი კოგნიტური მიკერძოება. კონსერვატივ ბაიას ქვია. რას აკეთებს ახლა ეს? თუ მე ვისმენ ინფორმაციას, მე ის კი არ მაინტერესებს. რაღაც ახალი მოვისმინე. მე ის კი არ მაინტერესებს, რამდენად მართალია, ან არასწორია, ან რაღაცა ეს, რაც ახალი ინფორმაცია რაც მე მაინტერესებს შეესაბამება ის თუ არა ჩემი შეხედულებების სისტემას. რომელიც თლა ჩემი არ არის, ანუ არის როგორ გითხრა, არის საერთო საზოგადოებასთან რა. ხო, ანუ ეს რაღაც კონსერვატიული შეხედულება. თუ ამას არ პასუხობს ან ეწინააღმდეგება, მე ამ ინფორმაციას უბრალოდ ვაგდებ როგორც არასწორს. ხო, და ეს ჩვეულებრივ ბაიასი ადამიანის ტვინს აქვს 127 მიკერძოება, რომელსაც ის უშვებს, ну დღეს გამოკვლეული 127, სავარაუდოდ ბევრად უფრო მეტი. მიკერძოება, რომელსაც ის უშვებს ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ერთ-ერთი არის კონსერვატიული მიკერძოება. და არის ამას დამყარებული. აი ეს ხალხი ესე აზროვნებას არის მიჩვეული, ხო? აი რაღაც კონსერვატიული ტიპები, მათ არ უყვართ რაღაცა, რომ გადის წესრიგიდან, ხო? მათ არ უყვართ, როცა რაღაცა იცვლება მათთვის გაუგებარი სცენარით, ხო? ამისკენ მოუთმენლები არიან. მეორე მხრივ, მაღალი ღიაობის ადამიანებს, ხო? არიან ადამიანები, რომლებსაც ორივე ძალიან მაღალი აქვს და იქ რაღაცა ცოტა უფრო რთული პროცესები მიმდინარეობს. მაგრამ ჰიტლერს ჰქონდა ორივე ძალიან მაღალი, ანუ ძალიან მაღალი კონსერვატიზმი, კონსერვატიულობა, ანუ ძალიან მაგარი კეთილსინთეზიერება და ძალიან მაღალი ოპენნესი ერთდროულად, რამაც ის მიიყვანა. მთავარია რომელს რას დაუქვემდებარებ რა, ანუ მე თუ მაღალ ღიაობას დაუქვემდებარე მაღალი კეთილსინთეზიერება, გამომივა ეს მემარცხენე რადიკალების მინიმუმა და თუ მაღალ კეთილსინთეზიერებას დაუქვემდებარე მაღალი ღიაობა, გამომივა რომ მე პრობლემა არ მიქნება ისეთი რაღაცების გასაკეთებლად, ისეთი საშინელებების გასაკეთებლად, სწორი იდეის სახელით. რაც არავის არ გაუკეთებია. მაგალითად გეების ხომალდზე აყვანა და მე იმ ხომალდის ჩაძირვა ზღვაში. ანუ ამის უფლებას მომცემს ეს. და ეს ორი საწყისი, ხო, რაღაცა ადამიანი და ჩვენი ფსიქიკის ნაწილია. ევოლუციურად ხან ერთი იყო საჭირო, ხან მეორე. ანუ
და აი თავარია რაღაცა ბალანსის პოვნა ამაში და აი რადიკალურ ფორმებში მემარჯვენეობაც და მემარცხენეობაც როგორც კი რადიკალურ ფორმებში გადადიან კარგავენ ადეკვატურობას და ზემოქმედებენ სამყაროზე მათ შორის აი ახლა ბოლო სკანდალი რაც იყო ვთქვათ უნგრეთის მე ეს გავარჩიოთ თუ მინდა უნგრეთ-უკრაინას შორის ეს გავარჩიოთ თუ მინდა ამ კუთხით კარგავენ ადეკვატური ზეგავლენის საშუალებას რეალობაზე. ბოლო სკანდალი იყო დაკავშირებული იმასთან, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ჩვენ შევისწავლეთ დივერსიული ჯგუფები, რომელსაც აკონტროლებენ უნგრეთის სპეციალური სამსახურები, რომლებიც სწავლობენ რახივში და ასე შემდეგ პატარა ქალაქებია, რომლებიც უნგრეთის ნაწილი იყო მეორე მსოფლიო ომამდე. მოსახლეობის მზაობას ამ რეგიონების უკრაინიდან გამოყოფის შესახებ. ანუ კი ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია. ხო, ამ თვალსაზრისით კონსერვატიზმი გამართლებულია. მაგრამ თუ ეს ეროვნული ინტერესები გადადის იმაში, რომ Deutschland über alles და რაღაც ანუ მხოლოდ უნგრეთია მნიშვნელოვანი. ხო, თქვა სიტყვაზე. მაშინ ეს ხდება ანუ მაშინ ეს ხდება რადიკალური ფორმა მემარჯვენეობის. იგივე ემართება მემარცხენეობასაც. ანუ ჩვენ პრობლემა გვაქვს აი ამ რადიკალურ ფორმებთან მიმართებაში. ხო? აი მაგალითად არ ვიცი ხომ ბოლო დროს დავიწყე Duolingo-ს გამოყენება. ენის შესასწავლად რა. და მიზან მიმართულად არის აი დავაკვირდი რა. როდესაც წინადადება იწყება my husband is late ან რაღაცას რო ანუ ჩემი ქმარი ივიანებს რაღაც. რატომღაც ყოველთვის კაცის ხმადებს. ხო. ხო აი ხო შეიძლება ანუ my husband. ხო ანუ ხო შეიძლება ერთხელ კაცის ხმა იყოს ერთხელ არა რატომღაც მუდმივად ადევს კაცის ხმა. ხო. ესეც ხო. ნუ ახლა ამაზე ლაპარაკი აი მემარცხენე საზოგადოებაში იყო სირცხვილი შენ როგორ ბედავს საერთოდ ამას შენ ხვდები რომ იმის უფლებებს არ უღებ არა შენ ნუ აი რატო მაინც და მაინც კაცმა რატო უნდა თქვას ეგ ხო ერთხელ თქვას რა ქალმაც რომ მე ჩემი თავი წარმოვიდგინო თუნდაც ხო ეს პოსტმოდერნიზმმა მართლა ძალიან ბევრი ესეთი ძალიან უცნაური აბსურდები წარმოიშვა ჩვენ ხო გვაქვს ნანახი არ ამას ვერ გაუძლებდი დიდი ხანი რომ გვაყურებინა ფერადკანიანი აქილევსი რომელიც არის თან ჰომოსექსუალი და ასე შემდეგ ეს ხო გადაიღეს Snow White ხა თუნდაც Snow White თუნდაც ახლა ზუსტად ამის ის არის ანუ განა ეს არ უნდა არსებობდეს მაგრამ აი როგორ გითხრა როცა მარტო ეს ხდება და როცა ამასთან სისტემური ხასიათია და როცა ამასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქვა თუნდაც მე ხო არ რაღაცა არ დაგაკენცე ხო რა აი გრძალოს ან რაღაც ხო არა ლაპარაკი რომ რატო ხდება მოდი გავარჩიოთ რა რას ვეუბნებით ახლა ამით ხალხს ან რაღაც ანუ ამაზე ლაპარაკს როგორც კი იწყებ და კითხვის ნიშნებს როგორც კი სვამ ამასთან დაკავშირებით ხდება შენი დემონიზაცია ხო ანუ კიდე კარგი მაგალითი ახლა სერიალი გაზდის Last of Us რომელიც საკულტო თამაშია და იქ პერსონაჟი ელი არის ლამაზი გოგონა ნუ იქაც არის ისევ გამომდინარე აი ამ ვოუკიზმის კულტურიდან ლესბოსელური სცენარი და ხაზი თავად თამაშშივე გაწერილი ესეც კი არ მოეწონა ძალიან ბევრს მაგრამ ეს არის ანუ რაღაცა კანონში დევს ესე იგი თამაში კანონში მაგრამ მე გოგონა ძალიან ლამაზია მისი მოწინააღმდეგე ძალიან მასკულინური ქალია აქ სპეციალურად რაღაცა ბაინარული სექსუალური ორიენტაციის გოგონა არის არჩეული, რომელსაც უნდა მიმართო ჩვენ, თქვენ, ანუ მე აი და მე არა, რაღაცა ესეთი ფორმა აქვს ეს არჩეული თავისი სქესის მრავლობით რიცხვში უნდა ესაუბრო და აბსოლუტურად არ აგავს პერსონაჟს და არც ლამაზად გამოიყურება. ანუ ეს დღის წესრიგი რომ ანუ საზოგადოებას კი არ ვუსმენ მე რა სითხოს საზოგადოებას ეს მას აქვს ესეთი ძალიან უცნაური ტენდენცია ანუ ანგარიში არის არა მოგებაზე არამედ კულტურის
დღის წესრიგის გატარებას, იმიტომ რომ ეს ხო თავისთავად ცხადია, რომ ეს სარისკო გადაწყვეტება წმინდა ბიზნესისთვის, Snow White, აი ესეთ რაღაცა. ეს არის ჩავარდა, ხო? ანუ ის რომ ეს ჩავარდა, ამისი ანალიტიკა ეს ხო ძალიან მარტივი რამ არის, ეს ხო მარტო ჩვენ კი არა, ეგ საერთოდ სანამ სცენას შეისწავლიან, მანამდე სწავლობენ საერთოდ ეს რა პროექტია, ხო? ამის მიუხედავად, ესე იგი არსებობს ისეთი დღის წესრიგი, როგორიც არის აი ამ woke კულტურის გატარება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში აი ამის მოთხოვნა არ არის, ამისი ჩატენვის ერთგვარი რაღაცა მცდელობა. და ამას აქვს თავისი უკვე რეაქცია. აი ეს სწორედ მემარჯვენე, ასე თქვათ, უკვე რადიკალიზმის, ტრამპიზმი, რასაც ჩვენ ვუწოდეთ. მაგრამ მსგავსი ისე პენდელუმის თეორიას რომ დავუბრუნდეთ, მსგავსი რადიკალიზმი ხომ მქონდა ამერიკის შეერთებულ შტატების წარსულშიც. მაგალითად 60-იან წლებში ჰიპების მოძრაობა, რომელიც მემარცხენე იდეა. იქ რას დავარქოთ, იქ ანარქიზმია თუ რა ჯანდაბაა. თუ ჩვენ ორ კატეგორიაში კონტრკულტურა ჩვენ ორ კატეგორიაში ვყოფთ, მაინც პირობითად ორ კატეგორიაში ვყოფთ თელს აი ამ რაღაცა მოძრაობებს, შეგვიძლია რომ ეს ჰიპური მოძრაობა მემარცხენე რაღაც კატეგორიაში პირობითად ჩავსვათ. მაგრამ ქონდა თავისი პიკური ასე თქვათ მომენტი და შემდეგ გაიწოვა პიკურმა მომენტმა. იყო იქ ისეთი მომენტი, რომელიც ძალიან ამას ფილმის ხო მიესწრო ერთხელ დასავლეთში, ან მენსონის რაღაცა ხოცვაში ლეტარაც მოაწყეს. მაგრამ 80-იან წლებში რეიგანის ამერიკის შეერთებულ შტატები ხო ის თაობა, რომლებმაც აი ეს იპური მოძრაობა მოიყვანეს და მოკლედ თითქოს ამას ჩართული იყვნენ და ანუ ეს იყო ყველაზე ძლიერი პროტესტი ზოგადად რაციონალიზმის წინააღმდეგ კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც გამართო ტყუილა არ დაურქვევიათ ეს სახელი, ანუ ჩვენ ვართ ზოგადად კულტურის წინააღმდეგ. ხო. და თქვათ აი რაღაცა როგორი თემები იყო ხო მაშინ. მაგალითად აი ეს ჯიმ მორისონის აი ეს ცნობილი ფრაზა, რომ we want the world and we want it now. ანუ მე ჩვენ გვინდა სამყარო და ჩვენ გვინდა ის ახლავე. ხო, აი ესეთი დევიზები ქონდა, ხო? იქ არის ალან გინზბერგის ლექსი იყო, მაგალითად მზესუმზირის სუტრა, თუ არ ვცდები, სადაც რაღაც საპროგრამო სიტყვა იყო ამ ყველაფრისთვის თითქოს ეს რა, რომ ანუ რატო იყვნენ რაციონალური კულტურის წინააღმდეგ. რაციონალური კულტურა ქმნის ატომურ ბომბს. ირაციონალური კულტურა ქმნის 1001 ღამეს. ხო, ტრიაკში დაწერილი ეს არის ირაციონალურობის კულტი, გაჩნდა როგორც ასეთი. და აი ეს როგორ გითხრა, რომ თითქოს მემარცხენეობა და ირაციონალიზმი დაუკავშირდა ერთმანეთს. ეგ მოხდა ყველაზე ცუდი მე მგონი მემარცხენეობასთან მიმართებაში. ამ პრობლემის წინაშე რეალურად დგას ახლა ჯენსი. იმიტომ რომ აი ამ მათმა დიგიტალიზაციამ, აი ამ მათმა ზოგადად ბევრი კვლევა არის იმაზე, რომ გარდატეხის ასაკი იწერება. ანუ არ იწყებს ზრდასრულ ცხოვრებას ადამიანი. კი. ხო, ანუ როგორც იყო თქვა რაღაცა წინა თაობებში, ეხლა უბრალოდ უარსაფობს. რომ რაღაცა პასუხისმგებლობები საკუთარი ცხოვრების და საკუთარი თავის წინაშე თავის თავზე აიღოს. ხო, ანუ არ უნდა პიტერ პენის სინდრომი ესე ვთქვათ, ხო? რომ არ ვიზრდები მე. და არ ვიზრდები იმიტომ, რომ არ მინდა ამ რეალურ ცხოვრებასთან შეხება, იმიტომ რომ ანუ რეალური ხალი ეხლა რაღაცა თან როგორი კულტურაა ამ TikTok-ი არის და Instagram-ი არის მათი ძირითადი რაღაცა ხო, ანუ რაც გამოარჩევთ, scroll time-ი აქვს ძალიან მაღალი. ანუ დრო, როდესაც screen time-ის საშუალო სტატისტიკა არსებობს, დღეში არის 5+ საათი. ანუ ხიზლად ყოფნის ნახევარს ეს ადამიანები ატარებენ ტელეფონში. ხო. ზოგი მეტ, ზოგი ნაკლებ, ზოგს ვიღაც 13 საათი აქვს, ანუ სულ ამაშია. ხვდები და აქ ეხლა ფოტო რომელიც არ გამოგივა. შენ არ დადები Instagram-ზე. მოესია. ხო. და მარტო იმას, რომელიც თან 1000 ფილტრები ხო არის. რომელშიც კარგად ჩანხარ. ანუ ის ცხოვრება ბევრად უფრო როგორ გითხრა,
შელამაზებულია ეს რომ შელამაზებული ლამაზი კი არ არის შელამაზებულია არის კიდე ერთი კვლევა რომელიც გვიჩვენებს რომ თავიდან იყო ეს რაღაც ფილმიც არის მეგონი ამას გადაღებული რაღაც პიქსელებს რო ებრძვიან თუ რაღაცა გეიმერები ანუ ასოციალური ტიპები რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ და პლანეტას თავს დაესხმებიან სათამაშო პერსონაჟები და გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა რომ საუკეთესო გეიმი ყველაზე ლუზერებს უწევთ ამასთან ბრძოლა და მათი მშობლები რომ რაღაცა ამაყობენ ამიტომ ყველაზე ლუზერები ხდებიან ყველა იმიტომ რომ ამარცხებენ იქ რაღაც მარიოს თუ რაღაც ძალიან სასაცილო ფილმია მოკლედ მაგრამ ნახე შესწავლილია ეს რისი სტიმულირება ხდება თამაშის დროს მოკლედ თამაში გამარჯვება მიიჩნეოდა რომ თამაში გამარჯვებას თუ ვასტიმულირებ მე შესაბამისად ეს мотиваცია გამომყვება ცხოვრებაშიც აღმოჩნდა რომ ესე არ არის ტვინის აბსოლუტურად სხვადასხვა უბნები არიან პასუხისმგებელი იმაზე რომ ცხოვრებაში მივაღწიო წარმატებას და თამაში მივაღწიო წარმატებას და თამაში წარმატების მიღწევა მე მასტიმულირებს რომ ისევ თამაში მივაღწიო წარმატებას და არა ცხოვრებაში მივაღწიო წარმატებას პირიქით მაშვერებს ამას აი ეს პორნოკულტურა მაგალითად ხო ამ scroll time-ში არის დროც რა ბევრი კვლევა ამაზე რა დროს რა ინდუსტრიას მიაქვს აი ამ screen time-ში და თორსე მეოთხე არის აი ეს პორნოს ყურების დრო ამაში ეს მე არ მასტიმულირებს რეალური სექსუალური ცხოვრებისთვის პირიქით მაშორებს მისგან ანუ არ მინდა ამასთან შეხება იმიტომ რომ აქ ყველაფერი იდეალურია რაკურსები ისეთია დაჭერილი რომ ესთეტიური სანახავი იყოს და იქ შეიძლება რაღაცა ისე არ წავიდეს შესაბამისად იმით რომ აი ამ ილუზორული ცხოვრების კულტის გაჩენა ამ თაობაში იწვევს იმას რომ ისინი უნაროები არიან რეალურ ცხოვრებაში და ამიტომ იზრდება და მუდმივად გადადებაში არის აი ამათი სოციალიზაციის ცხოვრებაში შემოსulis მომენტი და როგორც წესი არის ძალიან მტკივნეული ხო ეს არის ახალი მოჯადოების წრე ხო ანუ განჯადოებიდან ისე მოჯადოებამდე მაგრამ ეს მოჯადოება ციფრულია ჯერად ხო ანუ თან ეს თამაშის მომენტში იქ გაწერილია კონკრეტულად კორიდორულად გაწერილია რომ წარმატებამდე უნდა მიხვიდე ანუ სხვა საშუალება არ არის ანუ დაცული ხარ იმ ფეილების შემთხვევაში ხო ისე რომ მიაღწევ და აი ცხოვრებაში ანუ სულადები და შესაძლებლობები როგორ დასრულდება კონკრეტულად რა რეზულტატები დასრულდება შენი სახლიდან გასვლა აბსოლუტურად არ არის გაწერილი როგორც არ უნდა მოემზადოთ და ეს ანუ ტვინისთვის სასიამოვნო რეალობა რომ რუტინულად იყოს რაღაცა მოქმედებები რომელშიც მომავლის პროგნოზირება შეიძლება ეს ძალიან დიდი სასტური აღმოჩნდა ადამიანისთვის და სამწუხაროდ რატომღაც მამაკაცისთვის უფრო მეტად ხო უფრო მეტად ალბათ ეს ისე ჩვენს რაღაცა მექანიზმშია რომელზეც არსებობს რაღაცა ჰიპოთეზები რომ ჩვენ უფრო მეტად ვართ მიდრეკილი უსულო საგნებთან ინტერაქციისკენ რაღაცა საინჟინრო ჩვენი უნარებიც აი აქედან არის მაშინ როცა ქალები უფრო მეტად სოციალურები არიან იმიტომ რომ გამომდინარე ისევ დედობრივი ასე ვთქვათ მექანიზმი მოქმედებს მასში და ეს გეიმერობაც რაღაცნაირად უფრო მეტად უკავშირდება თითქოს აი ამ სცენარებს და სტიმულაციებს რომელსაც უკავშირდება იმ ძველ მექანიზმს როგორც იყო გამოქვაბულის ადამიანის სანადირო წასვლა ან კოხის აშენება თუ ცეცხლის დანთება თუ რაღაც ამდაგვარი ხო ნუ თლად მაი თელი მომამიცეგარი რომ თლად მაგასთან არ არის რა ანუ ის რაღაცა რეალური ქმედება ეს კიდე არის ანუ უორენ ფარელი ესე ამბობს მაგალითად რა რომ აი ეს თამაში წარმატება რასაც ასტიმულირებს ეს არის დაბალი დოფამინის სივრცე ანუ დაახლოებით იგივე ნაწილია ჩვენი ტვინის კი არა და ზუსტად იგივე ნაწილია რომელიც პასუხისმგებელია კოკაინურ სიამოვნებაზე კოკაინის მოლეკულა დოფამინის მოლეკულა ძალიან გვანანია ძალიან ერთი და იგივე რეცეპტორი არსებობს მათთვის რომელიც მათ აფიქსირებს ხო
და ამაში ჩვენ ვანიავებთ, აღარ ყოფნის მე ეს, ანუ დოფამინურ ორმოში არიან ეს ბავშვები რა, ანუ წარმოიდგინე, ახლა 14000 საათი ეს რო წავიკითხე მე, მართლა ძალიან იმას მიქნა, რომ ანუ 14000 საათი 21 წლამდე სხვა რაღაცისთვის რომ მოეხმარებინა ეს დრო. აი ეგ არ არის მე ფაქტი, რომ 14000 პროდუქტიულად გამოიყენენ და ადამიანი სამწუხაროდ. ხო, მაგრამ იქ ხო მუდმივად ჩართულია მაშინ, ანუ რაღაცა ამის პარალელურად არსებობდეს 14000 საათი, რომელსაც ის რაღაცა სხვას ახმარდა რეალობას რა, არ არის ეგეთი. ანუ ძირითადი ხაზი გამოდის, მათი ცხოვრების განმსაზღვრელი ხაზი გამოდის რეალობასთან კავშირის არ ქონა. გეიმერული სისტემები და თამაშები სანამ წარმოიშვებოდა 21 წლის ადამიანის არ ვიცი ხა აკადემიური მოსწრება როგორ შეიძლება გაიზომოს, მაგრამ ის იმზაობა დაუშვათ ცხოვრებისადმი არსებობს თუ არა ესეთი სასინჯი ერთეული რამით ჩამურჩება თანამედროვე ბავშვი. გვაქვს ესეთი კვლევა. კი, მაგალითად ფერმ კაუნტ კვლევა გვაქვს. აღმოჩნდა რომ ორ თაობაში 50%-ით მეტი სპერმატოზოიდი იყო მამაკაცის სპერმაში ვიდრე იგივე ასაკის დღევანდელ მამაკაცებში. ესეც რაღაც მონაცემია, რაღაც ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ამის მიზეზიც არ ვიცით და ეს კვლევა არ უჩვენებს მიზეზს, მაგრამ ესეც ძალიან საგულისხმო კვლევაა. ყველა წინა თაობაში 90-იან წლებამდე თაობებს შორის IQ-ს მაჩვენებელი იზრდებოდა 10%-ით. ანუ მოყოველ მომდევნო თაობა 10%-ით უფრო მეტი მაღალი IQ-ს მატარებელი იყო. პირველად გასაუბრების ისტორიაში ბოლო ორ თაობას IQ საშუალოდ აქვს 15%-ით ნაკლები და ეს ბიჭების ხარჯზე ხდება ძირითადად, ვიდრე ორი თაობით ადრე. ანუ დღეს 12 წლის ბავშვებს იგივე ტესტები შევსება, რასაც წარმატებით ავსებდნენ 9-10 წლის ბავშვები ორი თაობის წინ უჭირთ. ესეც რეალური მონაცემებია. და ბიჭების ხარჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს არსებობს 2.800.000-ით მეტი ქალი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი, ვიდრე მამაკაცი. ეს რა სიტუაციაა? ანუ მამაკაცი მიდრეკილია თავისი სიკეთეების გაზიარებისკენ ევოლუციურად. ანუ მამაკაცი არ ეძებს თავისზე ძლიერ პარტნიორს, ესე ვთქვათ, ცხოვრებისთვის. ქალი პირიქით არის ევოლუციურად მიდრეკილი. ქალს არ შეუძლია თავისზე არ შეუძლია არასწორია, მაგრამ ევოლუციურად არ არის. ზოგადად რო აღწეროთ მოდელი და კერძო შემთხვევა. ხო, ანუ ამისკენ არ არის მიდრეკილი, რომ თავისი რაღაცა გაუნაწილოს სხვას. და 2.800.000-ით მეტი ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ეს არის 2.800.000 ქალი ამერიკაში, რომელიც თავის შესაფერის პარტნიორს ვერ იპოვის. არა თუ მასზე უფრო განვითარებულს. არამედ მის დონეზე მყოფს განათლების თვალსაზრისით მაინც. ხო. და ეს ტენდენცია იზრდება მუდმივად რა. ანუ ეს მაჩვენებლები მუდმივად იზრდება. და გამოდის low situation, წაგების სიტუაცია. ანუ ეს კესი რო აგებს, მამაკაცულის კესი რო აგებს, ამის გამო ქალების კესიც აგებს. იმიტომ ამ 2.800.000 ქალს უნდა ვიღაცა ვისთანაც ბოლო საინტერესოდ ილაპარაკებს. და არ არის, უბრალოდ არ არის. ეს 2.800.000 მამაკაცი, რომელსაც იგივე ინტერესები ექნება, რაც მათ. იგივე განათლების დონე ექნება, რაც მათ. ხო. და ამ რეალობაში ჩვენ ყავს თაობა, რომელიც გაზრდილია აი ამ მემარცხენე ფასეულობებით. და მათ ერთი მხრივ სოციალურ ქცევის პრობლემა აქვთ თავიანთი დიგიტალიზაციის გამო, მათ ცხოვრების დიგიტალიზაციის გამო და ისედაც უჭირთ ცხოვრებაში შესვლა და მეორე შევლენ მაინც მოუწევთ სამყაროში შესვლა, სადაც ეს ფასეულობები არ არის განმსაზღვრელი ცხოვრებისთვის. და სულ სხვა ფასეულობ
ცვლილებებით ხდება თუნდაც პოლიტიკური პროცესების მართვა. აი აქ რა ხდება მე. რა მოხდება ამის შედეგად ჩვენ არ ვიცით ეს. თუმცა ნუ ეხლა პროგნოზები კარგი ამ თვალსაზრისით არ არის. ახლა ამ მომენტში ჩვენ აშკარად ტენდენციას ვხედავთ, ანუ ეს მემარჯვენე, ასე ვთქვათ, ტრენდების მომძლავრება, ტრამპი და ტრამპიზმი, ანუ მან თავისი აბსურდები წარმოშვა, ეს საინტერესო. ანუ შენ როგორც ხედავ მომავალს, აი ამ მემარცხენე აბსურდმა შეიძლება მიგუყანოს ისეთ რეალობამდე, რომ მემარცხენე აბსურდით გამოწვრთნილი ადამიანებისთვის პრაქტიკული უნარების რეალიზაციის საშუალება აღარ იყოს, იმიტომ რომ სხვა სამყარო შეიძლება წარმოიშვას აი ამ რადიკალური, ასე ვთქვათ, დღესწესრიგის გამო. მაგრამ მემარჯვენეობა უფრო თავისი სიბრიყვე წარმოშვა. ანუ ის რომ ტრამპის მმართველობას და ტრამპის მმართველობას თავიდანვე ჩვენ შეგვიძლია ზუსტად იგივე განზომილების სიბრიყვეები ზუსტად აღმოაჩინოთ ფიცოს, ორბანის, მარი ლეპენის, ჩვენების. ხო, ჩვენ მემარჯვენეები ყავს ესენი, ვინ როგორ დაიბრალეს ამათვარ აი სოციალისტობა. ეს არის ზუსტად აი ის რადიკალური ბრიყული მემარჯვენეობა, რაც ახლა ჩვენ გვჭირს, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. ამ მემარჯვენეობამ ბრიტანეთში ბრექსიტი გამოიწვია და რამდენი პრემიერ-მინისტრის პორტფელი შეიწირა რაღაცა რომ მოეგვარებინათ, როგორ გასულიყო ბოლო-ბოლო ვინ იქნება მათი პარტნიორი, რაღაც ხელშეკრულებები ხომდა. ანუ გერმანიაში AfD. ანუ თავისი სისულები ამანაც წარმოშვა. ჩვენ შეიძლება ამ სისულელებმა თავისი პოტენციალი ბოლომდე არ ამოწურა, შეიძლება არ გადაავსო ჯერ ჭიქა. შეიძლება კიდევ გადმოიაროს. მობრუნება მემარცხენე ტრენდისკენ არ ხდება. ხო, რა მარტო საფრანგეთი დგას, ხო რაღაც ის. ხო, მაგრამ აი ჩვენ ხედავთ შენ თვითონ თქვი ლეპენის. ხო. მაგრამ მაინც ჯერჯერობით მაინც მატების ტენდენცია აქვს, იმიტომ რომ მე ჯერ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მაინც ძალიან ცუდი წარმომადგენელი აირჩიეს, იქ კერძოც მოხდა ძალიან არასწორი არჩევა. თუნდაც აი ამ დღის წესრიგის გასატარებლად, ანუ ადამიანი მემარჯვენეობის და მემარცხენეობის მიეხმა არის იდიოტი. იდიოტი. ეს არ არის იდეოლოგია, ეს იდიოტი. და სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება ეს გადავსების პროცესი კიდევ უფრო ნელი ყოფილიყო, ან შეიძლება უფრო გაჯერებული. და გადავსების პროცესი იქაც შედგება, მე ასე ვარაუდობ. და აი ეს პანდელუმის თეორია ზუსტად ამას გვეუბნება და ისტორიაც ამას გვეუბნება. იმ ჰიპიზმა მე მიგვიყვანა, ანუ რეიგანის უფრო თვითონ მივიდნენ, თვითონ ანუ იგივე თაობაა, ხო ესენი იყვნენ იქ მაშინ რა 18, 19, 20, 21 წლისები. რომლებიც იყვნენ, ანუ ეს ხო არის ღარიბი ხალხი, ხო? ანუ მინიმუმ ისე ცხოვრების საშუალება ჰქონდათ, როგორც ესენი ცხოვრობდნენ, ხო? და 90-იან წლებიდან იწყება რაღაც, აი ეს ტენდენცია, აი ეს ახალი, ანუ იმან რეიგანის მდგომარეობამ რაღაცნაირად თითქოს, დაწმენდილი, დამშვიდებული რაღაცა ბალანსის მდგომარეობა და ისე ვიწყება აი ეს ახალი ტენდენცია. ფემინიზმში გაჩნდა აი ეს რადიკალური ფემინიზმი და სხვადასხვა ასე თქვა. ხო, აი, მოდი ახლა ფემინიზმის მაგალითზე გავიაროთ რა. ხო. ანუ რო დავაკვირდეთ ახლა მეც კი მაგაში ხო ხტები ახლა რომ რაღაც ვიღაცამ ძალიან ზომავ რომ ხო ვიღაცამ სხვანაირად არ გაგვიგო ვიღაცამ ისე არ გაიგოს თითქოს ფემინიზმის წინ არავითარ შემთხვევაში თავიდან თავში ვამბობ რომ ძალიან ანუ როგორ ხდება ევოლუცია ფემინისტური მოთხოვნების რო დავაკვირდეთ რა თავიდან ეს იყო საარჩევნო ხმის უფლების მოთხოვნა ხო მერე ფაქტობრივად პარალელურად იგივე შრომითი უფლებების მოთხოვნა. იგივე განათლების უფლებების, იგივეს მოთხოვნით დაიწყო. ანუ ფაქტობრივად ეს იყო, რომ ჩვენზე უნდა გავრცელდეს იგივე უფლებები, რაც ვრცელდება, ანუ ადამიანის უფლებები თუ არის, უნდა იყოს ყველასთვის, ქალისთვის, კაცისთვის, რაღაცებისთვის. მე მაინტერესებს კითხვა. რატომ არ არის საკმარისი ადამიანის უფლებები
ყველასთვის. რატო არსებობს ცალკე ხარის უფლებები? მამაკაცის უფლებები არსებობს ცალკე. ხო არ არსებობს? და ხო ლოგიკურია რომ არ არსებობს. ანუ რა მოთხოვნილებაა ეს, რომ რაღაცა კონკრეტული უფლებები კონკრეტული ჯგუფის გამოიყოს ცალკე უფლებებად. ხო, ანუ ეს არის რაღაცა უკვე აი ეს რადიკალიზმი, ეს არის უკვე რაღაც დელუზიის განზომილება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ფემინიზმშიც არის ესეთი მომენტი და ამან წარმოშვა მე კიდე რადიკალური მემარჯვენე რაღაცა ბრიყული კარიკატურული სახეები ენდრიუ ტეიტი მაგალითად, აი ეს ანუ ჰიპერმასკულინური ასე თქვა რაღაც ნარატივი, თავისი რაღაცა სურელური სპიჩებით. ჯო როგანის სტენდაფები მაგალითად. ხო, ჯო როგანის თვითონ ანუ ამანას თავისი კარიკატურული და აბსურდული პერსონაჟები წარმოშვა. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაგრამ ერთი კოზირი აქვს ხო ჯო როგანს. ანუ ჯო როგანი მუდმივად არ ვიცი ხე იმას და არა ვარ ესე ამ MLS-ით თუ რას თამაშობ, რას უტყამენ ხოლმე. MMA თუ UFC თუ რაღაც ეგ არ მიყავს ხომის სამყარო, ხო? და რაღაცა დროს თქვა მგონი უარი, ხო? ქალების UFC-ს წაყვანაზე. იმიტომ რომ იყო ბიოლოგიურად კაცი როგორც ეს ვთქვა. ხო, კი, ეგ მომენტი, თორე ისე სიამოვნებაა. რომელმაც შეიცვალა სქესი, თქვა რომ მე ვარ ქალი და მამაკაცის კუნთოვანი მასით 12 წლის განმავლობაში თუ რაღაცა უბარტყუნებდა ამ ქალებს, დანარჩენებს და იყო უპირობო ჩემპიონი. ანუ აზრი არ ქონდა იმასთან, იმიტომ რომ ეხლა მართლა ბიოლოგიურად ხო, სხვადასხვა კუნთოვანი მასა გვაქვს. ეხლა ამ დონეზე ჭეშმარიტების უარყოფა სტრუქტურა ჩონჩხის სტრუქტურა სხვა გვაქვს. სხვადასხვა კუნთოვანი მასა გვაქვს რაღაცა და კი კაცო, იყავი, მაგრამ აქ იჩხუბე რა. ანუ სადაც კუნთოვანი ხო კუნთებზეა ეს სპორტი რა. ხო, ანუ თუ თავი მე თუ კარგი შეიძლება საერთოდ არ შევიცვალო სქესი. და ამბობ რომ მე მანიფესტირებ როგორც ქალი. ხო? ხო და მოდი რაღაცა ქალთა რაღაცაში მივიღებ მონაწილეობას ძალოსნურ სპორტში და ვიქნები უპირობო ჩემპიონი 12 წლის განმავლობაში. ნუ ხო ხტები, ანუ რაღაცა ეს რადიკალურ ფორმებში როცა გადადის ან ერთი ან მეორე მიმართულებით, იქ უჩნდება ზუსტად მე ერთადერთი იმედი, კარგი თემაა რომ ეს ამოჯერი. ერთადერთი იმედი რომელიც მე მაქვს ამასთან. მე მგონია რომ მე არა ვარ დარწმუნებული რომ არსებობს აი ეს რაღაცა კონსერვატიზმის თუ მემარჯვენეობის ტრენდი. ზოგადად საზოგადოებაში. ხო. ეხლა თერაპია პოსტმოდერნმა საერთოდ გვაქვს წმინდა მემარჯვენეობა თუ მემარცხენეობა შეიძლება იყოს გამოწვევასა და ტენდენციებზე აი ესეთი პასუხები, რომელშიც ძალიან ზელილია ეხლა, რომელიც ამბობს ეს მემარცხენეს ამბობს თუ მემარჯვენეს. ხო, ანუ მე მგონია რომ ამის ტრენდი კი არ არსებობს, რომ რაღაცა იქ ორბანისნაირი ტიპები იყვნენ თუ რა ვიცი ტრამპისნაირი ტიპები იყვნენ. მაგრამ იმდენად ძლიერია ეს ანტირადიკალურ მემარცხენეობრივსაც არ ვამბობ. ანტირადიკალურ მემარცხენეობის ტრენდი იმდენად ძლიერია, რომ ეს გამოიყურება შეიძლება როგორც მემარჯვენეობის ტრენდი. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ამ ნაწილმა ინტელექტუალური ელიტის, რომელიც რაღაც მემარცხენე იდეებზე მუშაობს, ამ მიზეზებზე იფიქროს, როგორ წარმოქმნიან თვითონვე, ზოგადად ახლა ეს რაღაცა ომის კანონია თუ არ ვცდები, ხო? რომ რასაც ებრძვი ის რაღაც დონეზე შენ ხდები. თუნდაც როცა ამარცხებ, ხო? დაანგრიეს საბჭოთა კავშირი და მოიგეს ეს ბრძოლა, მაგრამ ამ დაპირისპირებაში თვითონაც აი ეს როგორ გითხრა, რაღაც ავტოკრატიულობის მიიღეს თავის თავშივე. აი თუნდაც ის რომ აი შენ ახლა რასაც ამბობ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდა საჭირო ლეპენის პოზიციების დასასუსტებლად. ხო, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეს არ არის წმინდა დემოკრატიული პროცესი. ეს ხო არ არის სამართლიანი პროცესი, დემოკრატიულ თავიდანვე. ბოლომდე სამართლიანი არ არის. კი ბატონო. და აი ეს რომ უსამართლობა დაშვებადია რაღაცა იდეოლოგიური მიზნით, ეს საბჭოთა კავშირია. ხო, ანუ რაღაცა იდეოლოგიის ფარგლებში. და საბოლოო ჯამში ახლა მე ვხვდები რომ ძალიან ბევრი იფიქრებს რომ რაღაცა ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პირიქით ძალიან გულშემატკივარი ვარ ამის. ანუ არ მინდა რომ ეს ფასეულობები საერთოდ დაიკარგოს, კაცობრიო, ანუ
იმასაც ხვდები რომ ეხა ის მემარჯვენეებიც გახდებიან ისეთი, რასაც ეწინააღმდეგებიან მე ისევ თვითონ, მაგრამ ხო შეიძლება რომ არ მივიდეთ ამ რაღაცა კრიზისულ წერტილამდე და ისევ მოვთ ეს რაღაცა ბალანსის წერტილი. სადაც აი ეს ვოლტერის ფასეულობა რომ კი ხო გაქვს შენ საწინააღმდეგო მოსაზრება. ოკეი, მოსაზრებაა. ხვდები? და მე ამ შენი მოსაზრების გამო შენ არ გაგასამართლებ. იმიტომ რომ აი ეს რაღაცა მორალური ჯაჯმენტი ერთმანეთის მიმართ, რომ როგორ გაქვს შენ ესეთი მოსაზრება რა. ეს ორივე მხრიდან ისმის და ამაში საბოლოო ჯამში არაფერი არ იბადება. ამაში უბრალოდ გაიჭყლიტება ეს თაობა, რომელიც მოვამზადეთ იმისთვის. ჩვენ თვითონ მოვამზადეთ თან. რომ ეცხოვრათ ჰიპერმზრუნველ პირობებში, სადაც რეალობა არ არის ესეთი საშინელი, როგორც ჩვენთვის იყო მაგალითად, ხო? და გამოდის რომ ამით უფრო დავასუსტეთ ესენი. ხო? და შევქმნით რაღაც პირობა იმისთვის, რომ ჯერ სანამ აქტიურ ცხოვრებაზე გადასულან და საზოგადოებაში თავის ხმა მოუტანიათ, უკვე ეძახიან lost generations ამ თაობას, ძალიან ბევრი დაკარგულ თაობას, რომლებიც ვერ მოახერხებენ აი ამ თავის იდეალების რეალიზებას ამ სამყაროში. აი ამ ღმერთმა რას ვწდებოდე და ის ხალხიც ვწდებოდეს რა კვლევებსაც ახლა რომლებიც ამაზე მუშაობენ, ხო, როცა ამაზე ულაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიგნალები კარგი საშუალებაა გასაფრთხილებლად. ხო, რომ რაღაცას ვთქვათ სწორად ვერ ვაკეთებთ. ესე იგი ჩვენ. ხო, მაგრამ აი წმინდა აი სოციოლოგიური პერსპექტივით რო შევხედოთ. აი როგორც ფიზიკაში შეიძლება იყოს ესეთი ცდუნება დაუშვათ, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე არის მოწყობილი მთელი ფიზიკა. და ახლა თუ კი ვიღაცამ ისეთი რაღაცა აღმოაჩინა, რომელიც ამ თეორიიდან გადის, გამოდის რომ ამდენი სამეცნიერო ნაშრომები, მთელი ფიზიკის ცოდნის კონსტრუქცია არ უნდა ჩანაცვლდეს, არ უნდა შეიცვალოს, ან იქნებ რაღაც ისეთი აღმოაჩინოს, ყველაფერი თურმე არასწორი ყოფილა. და ამ მიზეზის გამო ადამიანს კონდეს ესეთი კერძო მიკერძოება, რომ ეს არ მიიღოს ეს კონსერვატიზმის მიკერძოება ზუსტად. არ მიიღოს ეს ახალი ცოდნა მიუხედავად იმისა, რომ იქნებ კვლევარმა ძალიან დასაბუთებული ახალი. რის გამოც არ იღებდნენ თავის დროზე აინშტაინის თეორიას. კი ბატონო, იმიტომ რომ ნიუტონის ფიზიკას ეწინააღმდეგებოდა თითქოს. ხო, აი ისე თქვა მინდა ფიზიკის ანალოგიით, რომ ანუ წმინდა სოციოლოგიური პერსპექტივით, ანუ ჩვენ შეგვექმნა უკვე ახალი სოციალური, ასე ვთქვათ, მოცემულობა. და ამ სოციალურ მოცემულობა, რა თქმა უნდა, განსხვავდება მანამდე საკაცობრიო იმ განსხვავებებიდან და გამოცდილებიდან, რაც აქამდე ჰქონდა. და ამ ახალი სოციალური რეალობის მიღება არ გვინდა, მოდი, რაც ახალი ცვლადები გაჩნდა, ესენი მოვაშთოთ და დაბრუნდეს, იმიტომ რომ აქამდე მუშაობდა ეს მანქანა გამართულად და მოდი ისევ იმ სიბრტყეში დავაბრუნოთ. ობიექტური მსჯელობა ხომ ახალი ცვლადის მიღება და მასთან მუშაობა და არა ის რომ რაღაცა უარყო. ანუ გაჩნდა ეს ვოუქები, გაჩნდა ეს ტრანსექსუალები, გაჩნდა გეები სულიყვნენ, მაგრამ ანუ იდენტობები გაჩნდა. აი ეს ბელა რამზიც რომელიც ამბობს. რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს უბრალოდ ადამიანის უფლებები, ანუ ჩვენთვის უნდა იყოს განსხვავებული უფლებები. ბელა რამზი რომელიც ამბობს რომ მე არა ვარ, ჩვენ ვართ, ესეც გაჩნდა. ეხლა ეს არის თუ კი ობიექტური დამკვირვებელი ხარ და არა კერძო რა ვიცი ინტერაქციაში შესული ადამიანი, ახალი რეალობა. ანუ ჩავიხედეთ ახლა ჩვენ პირობითად
მიკროფიზიკაში და ახალი რაღაცა კვარკები თუ რაღაცები დავინახეთ. ანუ ეს არ იყო იმ სურათში. გავედით სტანდარტული მოდელი. ხო, არ იყო იმ სურათში და მოდი ეს რასაც ხედავ მეჩვენება, არ მინდა მე ამის დანახვა. ეს ხომ მიკერძოება, მაგრამ ახლა ობიექტურად რო შევხედოთ და არ ვიყოთ ეს მიკერძოებული, ეს არის ახალი რეალობა. ანუ ამ ახალ რეალობასთან ურთიერთობა უნდა ვისაუბროთ. ანუ იმ კონსერვატიული იდეის რადიკალურობაც იმაში მდგომარეობს, მემარჯვენე იდეის რადიკალურობაც იმაში მდგომარეობს. არ უშვებს არაფერს ახალს. ამ ახალ რეალობას ანუ ამ ახალ რეალობას ახირებულ რეალობას უყურებს. ანუ ეს რეალობა უკვე დროის კანონზომიერება კი არ არის. ვიღაცა, არ ვიცი, ვიღაცა ადამიანი, აი deep state, deep state არის აბსოლუტურად გენიალური ტერმინი აქვს. გენიალური ტერმინი. ეს deep state განა ირონიულად. ამ იდიოტებმა კი არ მოიფიქრეს. ანუ ესეთი შექმნა სხვადასხვა ტერმინოლოგიით, სხვადასხვა რაღაცას ისულელებით. აი ეს კონსპირაციული ხედვა, რომ ადამიანი ვერ ხსნი იმას რა ხდება. შენი ცვლადებით ვერ ხსნი, შენი გამოსწრებით ვერ ხსნი რა ხდება. რაღაცა უნდა მართავდეს ვიღაცა. არ შეიძლება ალბათ ვიღაცას ის ბოროტ რაღაცა კაბინეტი ესეთი, არ ვიცი, შავი მაგიდა იმას რო addiction-ს case შეიცვალა. შენ ხო ესეთი რაღაცები ხდება იქ. ჩვენ მოგვიწყეს ესეთი რაღაცეები და ეს. ანუ ეს ხომ მარტო აქ კი არ გავშე. ბრწყელი დედამიწის საზოგადოება ბოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონამდე ადამიანია, მე მგონი, რა ვიცი. ხო, 1%-მდე არის როგორც თქვა. აი ეს ხო ტენდენციის მაჩვენებელია. ეს ხო ტენდენციის მაჩვენებელი. არა, ეს ხო არ არის რაღაცა ბრიყვების, რა ვიცი, გამონაბეცი. აი, ბრიყვები იყო, მაგრამ რაღაცა იდენტობად როგორ გადაიქცნენ ეს ბრიყვები. რა ვიცი, თავისი წესრიგი რო აქვს და თავისი, რა ვიცი. იმდენი ვიძახით, რომ ყველას შეუძლია რომ გახდეს იდენტობის ჯგუფი, ზუსტად ამას ვამბობ რა. ხო, ბრწყელი დედამიწას ამტკიცებს, ხო? ხო, ანუ როცა შენ ამბობ, რომ ანუ მარტო მორალურ რელატივიზმზე კი არ არის ახლა უკვე აქ ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი აზრების რელატიურობას, რომ ნებისმიერი აზრი დასაბუთებულია ის თუ დაუსაბუთებელია. ერთნაირი ფასეულია და როგორ ახლა ორჯერ მე თუ მგონია რომ ორჯერ 9 და შენ თუ მგონია რომ ორჯერ 4-ია, ორივე ერთნაირად ჭეშმარიტი როგორ გამოდის? არ გამოდის, მაგრამ ეს მოიტანა, აი ეს არის ახალი სოციალური რეალობა. ანუ სოციოლოგიურად რო შევხედოთ, ეს ახალი ცვლადია. ეს ახალი მოცემულობა. ამ ახალ მოცემულობასთან თანაარსებობა უნდა ვისწავლოთ და მის განადგურებაზე ნებისმიერი, ანუ ხელის აღმართვა პრაქტიკულად არის ჯერ აბსურდია და მე მეორე არც გამოვა. და მე მაინც ვხედავ ამ თაობის შესაძლებლობას, რომ მათ იმ ახალ რეალობაში, სწორედ ის ახალი რეალობის განმაპირობებელი სიტყვა შექმნან, იმიტომ რომ ანუ განაპირობებენ, რომ ის მემარჯვენეობა არ იყოს მარადიული ვერ გახდეს. ხო, ვერ გახდება. იმიტომ რომ ამ რეალობამ მაინც მოიტანა ესეთი შესაძლებლობა, რომ აბსურდსაც აქვს არსებობის საშუალება და თან ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ აი ამ თუნდაც ჩვენს ანალიზში, რომ აბსურდი მარტო რადიკალურ მემარცხენეობაში არ არის, ვოუქიზმში არ არის. აქეთ რამდენია. ეხლა ძალიან საინტერესო მომენტი იყო უკრაინის მომენტი რო ახსენე. იმიტომ რომ დისკუსია აი ამ რაღაცა ძალიან სულელურ თემებზე, ეს ხო ირაციონალური თემებია. ჩვენ დამიძახე, ხო? და რა ვიცი, მე რაღაც ენდრიუ ტეიტის ის რაღაცა სულელური მონოლოგები. მაგრამ უკრაინის საკითხი არის ისეთი თემა, რომელშიც აი გასულია აი ამ რაღაცა წვრილმანიმიდან, ანუ აქ კონკრეტულად ადამიანები იღუპებიან, სუვერენულ სახელმწიფოს თავს დაესხნენ და აქ არის მოცემულობა უფრო შავი თეთრზე. ანუ ამ მოცემულობაში რადიკალური მემარჯვენეობაც ბრიყული იქნება, თუ კი ბრიყულ პოზიციას დაიგავს და აღმოჩნდა ბრიყული ტრამპის. და მემარცხენეს თუ კი რაღაცა სხვა მსგავს რაღაცა იდეას და ანუ ეს უკრაინის ომი თითქოს და ის ლოგიკური სიცხადის ეპიზოდია ჩვენს სინამდვილეში, ჩვენს თანამედროვე საკაცობრიო სინამდვილეში, სადაც უნდა გქონდეს შენ სწორი პოზიცია. უნდა გქონდეს შენ სწორი პოზიცია. აი ეს სიცხადე აი ამ ხო და აი როცა რეალობა არ გაძლევს, მაგას ვამბობ ზუსტად ირეკლი, ანუ კი, ანუ რაღაცა დეკლარირებების დონეზე. შემიძლია მე და შენ ვთქვათ, რომ ერთნაირი მნიშვნელობა აქვს ყველა მოსაზრებას, რომ 2 × 2 არის 24 და 2 × 2 არის 4.
შეგვიძლია ეს ვთქვათ, მაგრამ ამის გამო 2-2-4 არ გახდება მაინც, ანუ რეალობა მაინც არის. ანუ ის საერთოდ არ აინტერესებს მე რას ვფიქრობ მის შესახებ. ხო და ის ზუსტად ორჯერ რეალობის ხო და ეს არის ყველაზე საშიში რაც მოირგო პუტინის რეჟიმმა. ჩემი აზრით რა იდეაც აიღო? აი ეს მუდმივი ლაპარაკი real politics-ზე. ხო? რეალური პოლიტიკა. დიახ. მე ძლიერი ვარ ის სუსტია. რეალობა. რეალობა. ეს არის ყველაზე მშრალი კონკრეტული რეალობა. უყურე. აი ამაზე აპელირება, რომ თითქოს კონსერვატიზმი არის რეალურობა. ამას იყენებენ ესენიც. ხო. აბა მიგინდათ აბა რა მესიჯია. ხო, ანუ იძბაო. ბაზარიერი, მაგრამ წახვალ. იომებ, გეუბნება, ხო? და აქ ესე ხატავს სურათს, რომ თქვენ მორალური პოზიცია გაქვთ, კი არა და მორალური კი არა, ემოციური პოზიცია, თქვენ გაქვთ ემოციური, თქვენ ბავშვები ხართ, გეუბნება რა. და მე ვარ წინდახედული რეალურ პოლიტიკაზე მოფიქრალი ადამიანი. და აი აქ არის ზუსტად 2-2 24. მე როგორც რეალობას არ მაგიარებს. აი ეგ არის ზუსტად რა. აი მესმის 2-2 24 რო ვერ გახდება. მემარჯვენე რადიკალიზმი. ტრამპიზმი არის მემარჯვენე რადიკალიზმი. მასაც ხონდა ირაციონალური ინტერპრეტაციები უკრაინა-რუსეთის ომზე. ანუ ის პასუხობდა 2-2 არის 24. როცა ზელენსკი არის დიქტატორი. დამნაშავეა მთლად, უდანაშაულო არ არის უკრაინა. მან გამოიწვია ეს ომი და დათანხმდა იმას, რომ რაღაც ტერიტორიებს დაკარგავ და სხვა მსგავსი აბსურდები ხლა. ხო, ისეთი რაღაცები იყო, ანუ ლოგიკასთან შეუთავსებელი. ხო, მე კი ვაღიარებ უკრაინის იმას. რა ქვია, სუვერენიტეტს და უკრაინის საზღვრების ხელუხლებლობას ვაღიარებ, მაგრამ შენ უნდა თქვა, რომ შენით უნდა თქვა. ხო, რა, პუტინი კიდე კარგი კაცია რა, ანუ ის დამპირდა რომ თელს უკრაინას არ დაიპყრობს. რატო დაკპირდა, რა გარანტია, ანუ ჩემ შემთხვევაში მოსაგულგაბედოს მე მითხრა, სიტყვა მითხრა რაღაც. აბსურდი, აბსოლუტური აბსურდი. 2-2 არ არის 24 და ხო და აი ნახე ირაკლი ხა ზუსტად მაგას გეუბნები. თუ ეს აბსურდია. ხო. როცა ჩვენ ვამბობთ რომ აბსურდს ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც რეალობას, მაშინ ჩვენ ეს ამაზეც უნდა ვთქვათ. აი ეგ არის ზუსტად მორალური რელატივიზმის პრობლემა. ხო? მაგრამ ჩვენ ამას არსებობის უფლებას არ ვაძლევთ. მაგრამ უწყინარ აბსურდებს. ხო? ეს ხო უწყინარი არ იყო, ანუ მოუწია ტრამპის. ხო და უწყინარი აბსურდი არ გამოდის. ტრამპის ხელისუფლებას მოუწია 2-2 რომ 4 არ მთქვას. ანუ მე მისი აზრის განვითარება მინდოდა. ანუ ამტკიცო აბსურდი მე ვარ ჩვენ. ამ აბსურდის ფუფუნება არის იმ შესაძლებლობაში, როცა ამ მორალური სიცხადის გადამწყვეტი ეგზისტენციალური აუცილებლობა არ არსებობს. იმ დემოკრატიულმა სისტემამ შექმნა შესაძლებლობა ადამიანი იყოს სულელის და მაინც ჰქონდეს სიმდიდრე. ეს როგორ მოახერხა კაცობრიობამ, რომ აბსოლუტურად ბრიყვე ადამიანი შეიძლება ჰქონდეს სიმდიდრე, ჯანმრთელი იყოს, 100 წლამდე იცხოვროს, მის ცხოვრებას არაფერი არ დაემუქროს. ანუ ეს ხო შევძელით ადამიანი, ანუ ვინც დიდარია და ვინც დიდი ხანი ცხოვრობს, სულაც არ ნიშნავს, ძალიან მაგარი ადამიანია. გვაფრთხილებდა ნიჩე მაგას. კი ბატონო, კი ბატონო. ახლა იქ არის ამის უფუნე. როგორც კი მოვიდა ამ სიცხადის განზომილებაში და უკრაინა-რუსეთის ომი არის სიცხადის განზომილება, იმიტომ რომ ომი 2-2 24 არ გამოვიდა პასუხი. მოუწია მას პასუხის გაცემა. მოუწია მას იმ პოზიციის მიღება, რომელიც არსებითად ჯერჯერობით ლოგიკურად სწორია. მე მგონი ახლანდელი პოზიცია ეს არის რაღაცა იმ გარემოებებიდან დაწრეტილი უკვე პოზიცია, რომელიც ტრამპის ახლანდელმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით დაფიქსირა, მაგრამ ახლა მის სიბრიყვეს სალამდე აქვს კიდე რესურსი. ხო, რესურსი არ არის გამორიცხული რაღაცები კიდე შეიცვალოს. მაგრამ აი ამ შელობის განვითარება მსურს. ანუ ეს სიბრიყვეები არის თუ არა საშიში. აი ამის იმკომიდან. იქ სადაც სინამდვილის განზომილება მოდის, ორივე მხარე მიდის მაინც 2-2 4-მდე,
იქ სადაც საშიში არ არის სიბრიყვეები, იქ არის შესაძლებლობა სიბრიყვის. და აქედან გამომდინარე ვქცევ მკითხველს. არის თუ არა სიბრიყვეები საშიში. როგორც კი სიბრიყვე ხდება იმპერატიული. და სიბრიყვე როგორც წესი სიბრიყვის დამახასიათებელი არის, რა ვიცი, ერაზმი, რო გავიხსენოთ ახლა. დედამელი, როგორ აქვს ქება სისულელეს, ხო? ხო. სიბრიყვეს ეგახასიათებს, სიბრიყვე იმპერატიულია, როგორც ტრამპი. ხო? და როგორც ეს მემარცხენე სიბრიყვეები. იმპერატიულია. ტრამპის მთელი ეს ტარიფების პოლიტიკაც ხო სიბრიყვე იყო, მაგრამ ისევე როგორც მე ესეც სიბრიყვე იგივე სიბრიყვე მგონია, რომ ჰამასის ტიპს იმის გამო, რომ ისრაელი ესე ცუდად ექცევა ჰამას, შეუძლია ვიღაცა ოჯახიდან ბავშვები მოიპაროს, თან ვიღაცა ევროპელების, ხო ბელგიელები იყვნენ, ხო ის ბავშვები იყვნენ რა, ანუ საშინელი ამბავია. და მე გაჩნდეს ვიღაცა ვინც ამბობს რომ მას ამის უფლება ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიძგეთ ამისგან და ჩვენ ვართ დამნაშავე. ხდები ანუ ეს რაღაც სუსტის ესეთი დემონური ძალა. რომ ის სუსტე აძლევს მას ნებისმიერი ამის უფლებას. აი ეს ანუ სწორედ ის რომ ის ბრიყვია მას აძლევს ამის უფლებას და ტრამპს რატო არ აძლევს მაშინ ის უფლება ბრიყვია რო არის, იმიტომ დაბომბოს ანუ სადამდე მივიყვანთ და ესე აი ამ რელატიურ სურათში ჩვენ კაცო ეს თაობა სადამდე მივიყვანეთ უკვე აგერ ძალიან მალე გამოჩნდება იმიტომ რომ უკვე 1995 წელს დაბადებულები უკვე 20 წლისები არიან ანუ შემოდიან ესენი რეალურად ცხოვრებაში უწევთ მიუხედავად იმისა რომ არ უნდათ და ისეთ რეალობაში უწევთ შემოსვლა ხო აი თუნდაც ახლა ჩვენი კრიზისი გაიხსენე სხვა შორს რო არ წავიდეთ შარშანდელ კრიზისში ჯენზის ჩართულობა და მონაწილეობა რამდენად უფრო მეტი იყო ხო მაგრამ აი ეს პრობლემა აქვს იდეალების ანუ რაღაცა ეს სქემა რო არის ხო გახსოვს თორსტები იუნგიანული სქემა რა ჰეროიზაცია დემონიზაცია ჰუმანიზაცია ხო ანუ გასწორება ერთიც პრობლემა ჰეროიზაციაც დემონიზაციაც პრობლემა რეალობას არ შეესაბამება არც ერთი ხო ესეა და ეგ ამბავია რომ კი რაღაც ძალიან ბევრი დავაკისრეთ ამ ბავშვებს თითქოს ამას ჯენზი არ შეეგუება რაღაცები მე ხედავენ რომ არ ანუ ჩვენ უქმნით მათ ილუზიას ისევ რომ უბრალოდ მათი ერთი სიტყვა იქნება საკმარისი რომ ყველაფერი შეიცვალოს ისინი გამოდიან უყურებენ ამას გონიათ რომ ყველაფერი შეიცვალოს არაფერი არ იცვლება და მე აღარ გამოდიან ანუ მე კიდევ უფრო იკეტებიან ამ თავის ნაჭუჭში რა და რამდენი უნდა ვუკეტოთ ეს გზა ამ ბავშვებს არჯობია რომ უთხრათ რეალურად რა რომ არ არის მოგიწევს ბრძოლა თუნდაც იგივე პოლიტიკურ პროცესზე რო ვაპარაკოთ აი ეს რაღაცა სიამაყე 160 დღე პროტესტის ხო არ აზიანებს ამ პროტესტს ის რომ 30 დღე ვერ გაუძლებინო იძახდნენ თავში რატო იძახი ხო დღეს გამოდის რომ ის დივერსია იყო მაშინ რომ იძახდი იმიტომ არა ვარ მე მზად ამისთვის თუ მეწოდინება რომ 160 კი არა 360 დღე უნდა ვიყო კიდე მესმის და არა კაცო ამათ 20 დღეში რანაირად ხდები ანუ აი ეს როგორ გითხრა ხო მაგრამ აი მოქმედებს ეს ნებისმიერი სიბრიყვე მოქმედებს სიბრიყვეზე რეაქცია ახლა რაც ჩვენს რეალობაში მოხდა ეს რუსული კანონი და არჩევნების შედეგები და მე კი ეს დღის წესრიგი გლობალური ომის ამაზე ჯენზიში მე გულისხმობ მაინც ზუსტად აი ამ უფრო იმ დასავლურ მემარცხენე ღირებულებების თუნდაც მემარჯვენე ღირებულების რაღაცა ტრენდი ღიაობის ტიპებს ანუ აქ ძალიან ვერ გაწერ ვერანაირად მემარცხენეა მემარჯვენეა იმიტომ რომ მაღალი ღიაობის ადამიანებს TikTok-ის და ასე თქვათ Instagram-ის ტრენდებს აი ესეთი კონკრეტული მიმართება რომელია მემარცხენე მემარჯვენე რაღაცა მოგვიყვანს ცოტა სხვა განზომილება მაგრამ კონდათ ობიექტური პოზიცია მათ რეალობაში გარკვევის და მოქმედების და პერფორმანსის და ჩართულობის
მზაობაც ჰქონდათ, მონაწილეობაც ჰქონდათ და მოტივაციაც. ძალიან კრეატიულები არიან იმის გამო, რა სამყაროში ცხოვრობენ. კი, შესანიშნავად ჰქონდა. ანუ ექსპერიმენტი რა შეუძლიათ, შედეგი გაჩვენეს, მაგრამ ჩვენ რა არ გამოვიდა, ანუ ეს რომ არა გვაქვს აი აქამდე დღემდე კიდე არ არის ისეთი ჩართულობა როგორიც გვინდა, ამას მივაწევთ ისევ აი ჯენზის. იმიტომ რომ იგივე ახალგაზრდა თაობაში თუნდაც ასაკობრივი, აი ნუ დემოგრაფიულად რო გავწეროთ, ეს ღია საზოგადოება, ღია ასე ვთქვათ მენტალობის საზოგადოება და მეორე კონსერვატიული საზოგადოება წელში მოხრილი პახპახა სიარულით და ქურდული გაგებით, ხო? რა ის უფრო რაციონალურია, ის რამე უფრო მომზადებულია. ანუ თან იმ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სოციალური ქსელებიც არ აქვს, კომპიუტერსთან არ თამაშობენ, ძირითადად ზუსტად სოციალური ინტერაქციით არიან, ანუ მათი დღეს ორედ ამაში იხარჯება, რითი არიან უფრო უკეთესად მომზადებული საზოგადოების. მათი სოციალური ინტერაქციაც ხო სოციალური ცხოვრებისგან გაქცევა, ეხლა სუფრაზე გავაკეთებ მე ამას ჩემ მოდელირებულ სამყაროს, სადაც უბრალოდ საკმარისია სადღეგრძელო თქვა საქართველოსი და იქ რაღაცა ქუჩაზე რაღაცა რომ დამხვდება უბრალოდ ხელი მოვგიდო და ურნაში ჩავაგდო ამისთვის არანაირი ანუ მოთხოვნილება არ გამიჩნდება, ხო ესეც ხო მოდელირებული რეალობაა, უბრალოდ სხვა ტიპის არის ეს, ანუ ჩვენ კაცობრიობას კიდე ეგ პრობლემა, რომ არასოდეს არ გქონია ხო ამასთან პრობლემა. კაცობრიობა დღეს ძალიან ბევრი ეგეთი პრობლემის წინაშე დგას. მაგალითად ის, რომ აი ხარარი ამბობს მაგალითად, რომ არასოდეს არ ყოფილა ჭარბიწონის პრობლემა, უფრო დიდი პრობლემა ვიდრე შიმშილი. დღეს გვაქვს კაცობრიობაში, აი ჭარბიწონისგან უფრო მეტი ადამიანი კვდება და იღუპება, ვიდრე შიმშილისგან. ხო, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ დღეს და ანუ შეიძლება კარგია ახლა ეს. რა თქმა უნდა. არ ვიცი უბრალოდ, მაგრამ შეიძლება იყოს კარგი, ხო, რაღაც შიმშილს ჯობდეს ან რაღაც რა. არ ვიცი. ჭარბიწონა მარტო საკვების ხელმისაწვდომოს ნიშნავს, ანუ განათლებასაც რაღაც დედუქციურად უკავშირდება. კი, კი, ხო. ესე ხელმისაწვდომი ესეც არის. ხო, ანუ როცა იმდენად კარგად ვცხოვრობთ, გვაქვს ჩვენ ამის პრობლემა, white man's problem, ძირითადი პრობლემაა დღეს. საზოგადოების. როცა იმდენად როგორ გითხრა, რეალური გამოწვევებისგან დაცლილია ჩემი ცხოვრება, რომ მე ამასთან დადგომის არანაირი რესურსი არ ყოფილა არასოდეს, ხო? რომან, აი ეს ორი უკიდურესობა, ჩვენ რაღაცა პანდელუმის თეორიაში შეიძლება წარმოვიდგინოთ. ახლა ვხედავთ რაღაცა ტალღას. დახვდებით ამ იმაზე, რომ ჯერჯერობით ეს მემარჯვენეობის სასმისი არ შევსებულა. მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს უკვე ჩემი ჰიპოთეზა, ისიც შევსება და ისიც შეიძლება ცალკე რეაქციას სხვა ტიპის მემარცხენე, ასე ვთქვათ, ტრენდებს და დღესასწრებს გააჩენს. ანუ რაღაცა მომენტში მაინც შეიქმნება ესეთი რითმული წინ და უკან მოძრაობის რაღაცა მომენტი, მაგრამ არის თუ არა გადალახვადი თავად ეს უკიდურესობების. ახლა ჩვენ გვაქვს უკვე ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას ძალიან სერიოზული ანალიზი ჭირდება ჯერ მხოლოდ გაჯეტის სახით არის. ეს რეალობა არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი არის სუბთა ობიექტური ლოგიკა. ანუ აი ამ სოფხედველობრივი მიკერძოების გარეშე შესაძლებლობა მესამე მსაჯულის, რომელიც ითვალისწინებს ისევ ხელოვნური ინტელექტის სიღრმიდან გამომდინარე კულტურულ, ასე ვთქვათ, თავის თავადობებს და კონკრეტულ რაღაცა გამოწვევებს და აქედან გამომდინარე ლოგიკურ დასკვნას და ლოგიკურ კონსტრუქციას გვთავაზობს ობიექტური პასუხის სახით. არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტი როგორც შესაძლებლობა უკვე დანერგილი და აფილირებული ინსტრუმენტის მართვით ორგანოებში. ანუ არბიტრის როლი რომ მივანიჭოთ? არბიტრის როლს ჩვენ უკვე ვხედავთ. ანუ როგორი რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანი უყვება თავის დღის მოვლენებს ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი ძალიან ესეთი ახალი ნარკოტიკია. იქ ყოველთვის მართალი ხარ. ყველაზე ცუდ სიტუაციებში ის რაღაცნაირად ისე ფსიქოლოგის მომსახურებას გთავაზობს, რომ რაღაცნაირად ყოველთვის დადებით სირა მუშაობს ამაზე ბარბაკაძე ჩემი მეგობარი და
ერთი ძალიან საინტერესო სტატუსი ქონდა. რა ვიცი, თუ მინდა მოიწვია ამ თემაზე, ანუ ბევრად ჩართულია ამ ხელოვნური ინტელექტის შესწავლის და მართვის და გამოყენების საკითხში. მე მგონი საინტერესო სტუმარი იქნება. და ცირამ დაწერა ის რაღაცა ერთ-ერთი სტატუსი ქონდა და არ მომეწონა, რომ ერთ-ერთი ისაო წერსო, რომ მე ხელოვნურმა ინტელექტმა, ჩემმა AI-იმ ამ კითხვაზე ეს მიპასუხა და ეს სწორიაო, ანუ შენ გიპასუხა. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად იგივეს უპასუხებს სხვას. აბსოლუტურად სწორი. ანუ მე მიპასუხებს იმას იმას მე მინდა. მე მინდა. ანუ ეს ხო გამოდის, რომ ეს პირიქით ჯერჯერობით მაინც ყოველ შემთხვევაში ესემუშავებს. ის შესაძლებლობას ვხედავ, რასაც შენ ამბობ რა, თუ მთელი კაცობრიობის ცოდნას ჩავტვირთავთ. მე მარჯვენებულს, მე ვარცხენებულს ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ამ გზის დასაწყისში ვართ. ეხლა 2019 წელს, როცა პირველად გახდა ChatGPT 2 თუ რაღაცა, მარტივ წინადადების ლივს აგებდა და ინგლისურ ენაში უშვებდა შესწავლას. ეხლა ქართულად ChatGPT 4 ქართულად ნორმალურად გემსახურება. ჯერ ვერ მეტყველებს კარგად, მაგრამ ეს ხომ რაღაცა ალბათ 2-3 წლის ამბავია. და ეხლა თან თუ მისცემ ფუნქციას, რომ თვითონ მისწავლოს და თვითონ გაასწოროს რაღაცები, უფრო მალეც შეიძლება ქნას. კი ბატონო. ანუ შესაძლებლობა რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს დანერგილი უკვე მართვით ორგანოებში, როგორც განამართვის ორგანოს განხორციელება, ანუ ავტონომიური მართვა, კონსულტანტი. ანუ მე ვარაუდობ, ანუ ობიექტურად, აი როგორც სოციოლოგი, მე ვხედავ ძალიან კონკრეტულ შესაძლებლობას, რომ აბსოლუტურად ყველა დარგში, მათ შორის მოსამართლესაც უნდა ქონდეს ხელოვნური ინტელექტთან სრული, ასე თქვა, თანაშემწე. რაღაც დივერსიფიკაციის პრობლემები გვექნება, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ხომ მაინც არის რაღაცა ჯგუფის ხელშიც არის. ანუ რაღაცა სერვერი აქვს, სადაც ეს ინფორმაცია იკრიბება, რაღაცა ეხლა ვთქვათ სიტყვაზე, რომ უცებ ვიფიქრე, რომ იქნება და აკეთებენ კიდევაც მეთქი, ანუ ვთქვათ მაკრონი შეიძლება სწებდეს ამას რაღაცას. ხო, მაგრამ თავის open AI-ის, მაგრამ ეს ხო სადღაც წავა და ეს ხო დივერსიფიკაცია, ანუ ეს ხო პრობლემა, ანუ იქ შეიძლება ვიღაცა მისარგებლოს ზუსტად იმით, რომ რა პასუხს მისწერს მაკრონს. იცოდეს, რომ ეს მაკრონია. ეგ შესაძლებელია. ეგეთი რაღაც, ანუ ახალი ტიპის გამოწვევები და ახალი უსაფრთხოების პრობლემები. ეს ახალი უსაფრთხოების პრობლემა. ეს იგივე კიბერ უსაფრთხოების პრობლემაც არის. ანუ ის ხო თავისით არ ფუნქციონირებს ჯერ. კი ბატონო, ანუ ვიღაცა წერს ხო ამ კოდს. ეს შესაძლებლობა, რომ დაუშვათ მოსამართლეა ვიყოთ, მოსამართლე რომელსაც უნდა გადაწყვეტოს ჩვენი დავა და ამ დავაში გადამწყვეტი სიტყვა, რა თქმა უნდა, აქვს ჰუმანურ ვერდიქტს, ადამიანურ ვერდიქტს, მაგრამ ადამიანური ვერდიქტის ერთგვარი მნიშვნელოვანი ასისტენტი არის აი ამ მტკიცებულებათა ფაქტორით მოცემული საბოლოო დასკვნა, რომელიც ბოლომდე არის მიწოდებული მისთვის. ყველა დეტალი და იმ დასკვნიდან გამომდინარე მოცემული, ასე თქვათ, თავისი, ასე თქვათ, რა ვიცი, ვერდიქტი, ხო? ანუ ამ მოცემულობით ჩვენ შეიძლება გქონდეს ზუსტად ესეთი ხელოვნური ინტელექტის ინსტალაცია საკანონმდებლო ორგანოში, მართვით მუნიციპალიტეტებში. ყველგან შესაძლებელია მისი როგორც ასისტენტის ფუნქციის დანერგვა. და ეს სუფთა ლოგიკა, მისი დასკვნა სუფთა ლოგიკაა. თუკი ჩვენ იდეალურად მისი დასკვნა აი ეს სუფთა ლოგიკა ხო შეიძლება ერთდროულად გულისხმობდეს ორ საწინააღმდეგო პასუხს. ჯერჯერობით ასეა. როგორც ასტროლოგის მომსახურება ისეა. ანუ ორ სხვადასხვა ასტროლოგთან რომ მიდიხარ და სამყაროს ბუნებაა ეგეთი. მაგრამ მაინც არის მასშიც რაღაცა ობიექტური მოცემულობა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ გავაკეთოთ ექსპერიმენტი, ორი კითხვა მივცეთ დაახლოებით იგივე პრომპტის სახით. ტექსტი არ დაემთხოვა ერთმანეთს, მაგრამ პასუხი იქნება თითქმის. ეხლა მაგაზე ერთ რაღაცას გამახსენდა და გეტყვი და მოდი ერთად ვიფიქროთ რა. ეს იყო ამოსტვერსკის ცდა, ამოსტვერსკი ძალიან მიყვარს. მოკლედ სტუდენტების ორ სხვადასხვა ჯგუფში სვამდნენ ერთი და იგივე კითხვას ორი სხვადასხვა ფორმულირებით. წარმოიდგინე, რომ არის რაღაცა ლოკალური საზოგადოება ჩაკეტილი, რომელშიც არის 600 ადამიანი. ოღონდ ჩაკეტილი საზოგადოება ნიშნავს, რომ არანაირი კავშირი გარესამყაროსთან არ აქვს. და შენ ხარ ამ 600 კაციან საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი. და უცებ ამ საზოგადოებაში ვრცელდება რაღაცა დაავადება. და შენ გაქვს ორი გზა მოქმედებისთვის. A ვარიანტს თუ აირჩევ,
63%-იანი შანსია, რომ ყველა მოკვდეს. ხო. B ვარიანტს თუ აირჩევ, 200 ადამიანი უეჭველად გადარჩება. ეს ფორმულირება. ერთ ჯგუფში. რა თქმა უნდა, ყველა ირჩევდა 200 ადამიანი უეჭველად გადარჩება. შენ წყე აგისკენ გაგიწია გულმა. ეხლა ნახე მე ეს კითხვა შემიძლია დავაფორმულირო ესე, ან მეორე ჯგუფში სხვა რაღაცას ეკეთებდა. არის 600 კაციანი საზოგადოება ჩაკეტილი იგივე პირობები, შენ ხარ გადაწყვეტილების მიღები პირი, დაავადება გავრცელდა და გაქვს ორი მოქმედების ალგორითმი. პირველის თანახმად 400 ადამიანი უეჭველი მოკვდება. და მეორეს თუ აირჩევ, 37%-იანი შანსია რომ ყველა გადარჩეს. აქ უკვე ირჩევდნენ 37%-იან შანსს რომ ყველა გადარჩეს. ან როგორ დავაფორმულირებ მე კითხვას, რომელსაც ვსვამ. ეს იწვევს ამ ფრეიმინგი ქვია, ასე კოგნიტური მიკერძოებებზე გამოგვივლინეთ დღეს ლაპარაკი. ეს არის ფრეიმინგის კოგნიტური მიკერძოება. ანუ მე რა ფრეიმშიც გაწვდი შენ საკითხს. ხო? ის განსაზღვრავს შენი აზრების, ანუ ფსიქიკა, ჰუმანისტური ფსიქოლოგია, აი დევიდ ბუგენტალი წერდა მაგალითად ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მანიფესტის ბოლო ფრაზა არის ესეთი, რომ ფსიქიკა ყოველთვის ინტენციალურია, ყოველთვის აქვს ინტენცია, რაღაც intention, განზრახულობა, რაღაც განზრახვა, ხო? რაღაც მიმართულება და მე შემიძლია შენ გიკარნახო ეს განზრახვა და მიმართულება. ხო? და აი ამ ვარიანტებში თვითონ საკითხის დასმის ვარიანტებში იცვლება პასუხები. ანუ ერთი და იგივე რაღაცას ეკითხებოდა 67% იქ, 37% აქ. ოღონდ იქ ყველა მოკვდება. აქ ყველა გადარჩება. 37%-იანი შანსი რომ ყველა გადარჩეს ძალიან მაღალი შანსია. როცა შენ იცი რომ 400 ადამიანი უნდა გაწირო. მაგრამ 63%-იანი შანსი რომ ყველა მოკვდეს ძალიან მაღალი შანსია, როცა შენ იცი რომ შეიძლება აქედან 200 გადაარჩინო. და აქედან აი ესე როცა ორივე იცი, მაინც ვერ იღებ გადაწყვეტილებას. ან თუ ინტენცია არ მოგეცი, ამ სიტუაციაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. არ ამგონია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს მოახერხოს. ანუ ესეთი საკითხები სამყაროში არსებობს, სამყარო თავისთავად დუალურია. სამყარო არ არის ბოლომდე მატერიალური, ან ბოლომდე ენერგეტიკული, ან ხო ხტები, ანუ მუდმივა და ეს ეუდრის MC კვადრატში ვცხოვრობთ. ხო, მაგრამ იგივე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებში დინამიკა ხო გავთიშეს. გოდიში. არა უშავს. დინამიკა ამ განვითარების, რომელიც ჩვენ, აი, მომსწრენი ვართ. და გვახსოვს გუშინდელი დღესავით როგორ იცვლებოდა მისი შესაძლებლობები. ეს დინამიკა იძლევა ალბათ იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ანუ ეს იყოს ანუ ისეთი ცნობიერება, რომელსაც ესმის რო ცნობიერება. და არა ისეთი, რომელიც რაღაცა პრომპტია მოწყობილი, რომ აუცილებლად მოგემსახუროს. კი, ცხადია, მე მახსოვს წინა დისკუსიაში რაღაცა მსგავსი კითხვა დავსვით და იქ ძალიან საინტერესო დამაფიქრებელი პასუხი იყო შენი, რომ როცა მართლა ცნობიერება გახდება, მე ანუ რითი ვაწვდით ჩვენ მოტივს, რომ მოგვემსახუროს. ძალიან სერიოზული კითხვაა ეს. ხო, ეს ალბათ ფილოსოფიური კითხვაა და შეიძლება ტექნიკური. თუ სუბიექტივიზაცია განიცადა, მაშინ მომსახურებაზე პრობლემაც შეექმნება, ხო? ანუ ეს შეიძლება მომავალში ტექნიკური პრობლემას გახდეს, შეიძლება ფილოსოფიურია, მაგრამ მომავალში შეიძლება ტექნიკური პრობლემას გახდეს და ეს არ ვიცი. ეხლა მე ანუ რაღაცა აი ამ მდგომარეობიდან პანაცეა არ მომიძებნია, მაგრამ ამ მდგომარეობაში მომავალში რა მოხდება, ეს მაგალითი იმიტომ მოვუყვანე, რომ კიდევ უფრო რთულია მომავლის პროგნოზირება, იმიტომ რომ ეს სულად შემოდის. ეს პრაქტიკა და ტექნოლოგია შემოდის. და ეს პრაქტიკა და ტექნოლოგია რომ შემოვა, ეს არ გარანტირებული. ხო. და ეს პრაქტიკა და ეს ტექნოლოგია რო იქნება კიდევ უფრო განსხვავებული, კიდევ უფრო ავტონომიური, კიდევ უფრო მეტი უნარებით და სავსებით შესაძლებელია რომ სენტიენტი იქნება, ანუ ცნობიერება ექნება, ამის დიდი ალბათობით ვარაუდის შეგვიძლია. და აი იმ რეალობაში გაწერა, ჩვენ მაინც ისეთი სურათი დავხატეთ, რომ მარტო
სოციალური ასე თქვათ მოძრაობები და სოციალური დინამიკები გავზომეთ. და ეს მესამე ცვლადი, რომელიც ახალ სოციალურ კულტურასაც წარმოშობს, ახალ სოციალურ დინამიკას. აი ახლა თუნდაც აი ჯენზის ძირითადი კულტურა, რომელიც უფრო მემარცხენეა, ძირითადი ტენდენცია უფრო მემარცხენეა. ხო, ამ სოფლიოში გაიზარდა. აქაც არის მაინც რაღაცა ეს ძალიან უცნაური მემარცხენეობა, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ნაკლებად ახასიათებს ინტროვერტების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება, მაგრამ დასავლურ ჯენზიში ეს ინტროვერტული კულტურა კიდევ არამეგობრული, ასე თქვათ, რაღაცა წრეები, ძალიან ვიწრო წრეების სანდოობის ეს მეგობრები ძალიან ვირტუალურ სიბრტყეში, რომელიც პირადად ცხოვრებაში არ უნახავთ, გეიმერის პარტნიორია და მეტი არაფერი, ხო დავუშვათ. ეს ინტროვერტობაც ახასიათებს იმ დასავლურ ჯენზის თაობას, ჩვენთან ნაკლებად, ჩვენ ცოტა პერიფერია ვართ. ჩვენი ჯენზი ძალიან სხვა, ანუ შეზავებულია ამ კონსერვატიზმთან. ჩვენი ჯენზი ჩვეულებრივი შეიძლება ყანწა იყოს, ხო? და იქ ის ანუ დაწმენდილი ჯენზი, რომელშიც ჯენზი ეწოდა, ინტროვერტულია თან. ეს ინტროვერტობა ცოტა განსხვავებული მოვლენაა, ანუ ეს განსხვავდება მე-20 საუკუნის ჰიპურ მოძრაობიდან, რომელიც არ იყო ინტროვერტული. ძალიან ექსტროვერტული იყო და ეს ძალიან ინტროვერტულია. ამ ინტროვერტობის კულტურაში ძალიან დიდი სივრცეა, რომ დამოკიდებული იყოს ხელოვნური ინტელექტზე მომავალი თაობა. ანუ როგორც პარტნიორი, ანუ ჰერფინმი რო არის არაჩვეულებრივი, ანუ ხელოვნური ინტელექტი როგორც შეყვარებული პარტნიორი და ეს სავსებით რეალობა შეიძლება გახდეს. ხო, ხვალინდელი შეიძლება რომანტიკული ისტორიები იყოს ეს. და Android მოწყობილობები, რომელიც შეიძლება ანუ ადამიანურ რობოტებთან და რაღაცა მიმსგავსებული მოდელები იყოს, ისიც სერვისში იყოს ჩართული. ეს კიდე როგორ შესვლის მე საერთოდ გენდერს ამაზე მსჯელობა კიდე ძალიან შორს წაგვიყვანს, სხვა თემაა, მაგრამ ეს ხო შესვლის ოჯახის სოციოლოგიას, ეს ხო შესვლის სექსუალურობის სოციოლოგიას, ეს ხო შესვლის სიყვარულის სოციოლოგიას საერთოდ, იმიტომ რომ იგივე მამაკაცები, რომელიც შენ აღწერე, ანუ ადამიანები, რომლებსაც აი ეს მასკულინურობის დათრგუნვის კულტურა აქვს, ხო და ძალიან ბევრი ეთანხმება მასკულინურობის დათრგუნვას. ეს ბევრმა გამოთქვა პროტესტი და ეს ენდრიუ ტეიტი არის და მისთანების ძალიან ბევრი, ასე თქვათ, მოვლენა იმ დასავლეთში, მაგრამ ბევრი ეთანხმება იმ დათრგუნვას. ანუ ოთახში გამოკეტილი კომპიუტერში ჩამჯდარი ადამიანი ის ეთანხმება ამ დათრგუნვას. ჯობია, ხო? დედაჩემი იხდის გადასახადებს. და რა ვიცი, მე რაში მაინტერესებს, ხო? ეს ეთანხმება ამას. და ისა თქმა უნდა დაეთანხმება შემდეგ იმასაც, რომ იმ სიყვარულის ახალ კულტურაში მომსახურება აიღოს, რა ვიცი, მე რაღაცა მოწყობილობით. და რაც უფრო განვითარებული იქნება კიდე ეს მოწყობილობა და დაემსგავსება აბსოლუტურად სასურველკას. აი ხა ჩვენ თანამედროვე რეალობაში გვაქვს აი ამ ახალი მოჭადო. აბსოლუტურად სასურველ ქალს, აბსოლუტურად სასურველ კაცს, იმიტომ რომ იმ 2.800.000 ბაჩელორის დილიანის ამბავი რო ვილაპარაკე. ხო რა. არ უჩვენია იმას რაღაცა ჩვენც ვართ ადამიანები, რომელიც აი ამ მოჭადოების სამყაროში გვაქვს საშუალება, აი ეხლავე ამოიღო ეს გაჭიტი და ისეთი ლამაზი ქალბატონი იხილო, რომელსაც ალბათ ჩვენი წინაპრები ცხოვრებაში ვერ ნახავდნენ. იმიტომ რომ ის სამოღვაწეო სივრცე, რა ვიცი, 2 კვადრატული კილომეტრი იყო და იქ არ იყო ესეთი. იქ იყო მისი ასაკის მაქსიმუმ 20 ქალი. 20 ქალი და იმ 20 ქალში არ შეიძლება ყოფილიყო ესეთი პროპორციების ქალბატონი, რომელიც დღევანდელ მოდის ტენდენციებში იყო. დღეს კი რას ნიშნავს ეს ლამაზი ქალი, სილამაზის კონკურსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო შექმნა ახალი სექსუალურობის კულტურა, სილამაზის სტანდარტის კულტურა და აი ამას შექმნა ეს. TikTok თაობა და TikTok ტენდენციები, რომელიც პოზიორი, ჩვენ მშობლების თაობა პოზიორობა არის ცოტა. უსერიოზულესი საინტერესო მასალა არის ოჯახის ფოტოალბომები. რა საინტერესო მომენტი აიღეთ თანამედროვე Facebook-ი ასკროლეთ, იქ როგორ მოხერხებულად ახერხებს ადამიანი პოზირებას, თავისი პროპორციების წინ წამოწევას. მამაკაცებისთვისაც არსებობს პოზები დღეს და ვიცით თურმე. და იქ ესე რაღაც გაშიშებული ადამიანები ზოგიერთ ხიმილი უჭირს
პოზიორობა არის ადამიანებმა, როგორ დადგნენ ისინი არის სასაცილოს პროპორციები როგორ ხშირადთან იმასაც არ ვერ უყურებს. ხო, კამერას ვერ პროპორციები როგორი არის, ანუ დღეს იცის, ყველა მიცის როგორი უნდა იყოს სურათი, რომ თავს ზემოთ არ უნდა იყოს უზარმაზარი სივრცე. იქ კიდე დგას ეს პატარა ჯგუფი და იმის ზემოთ რა ვიცი, მთელი პერსპექტივა ჩანს. ანუ აი ამ სურათის ნაკლის გარჩევაც არის ცოტა. არის აი ეს ფანძის სურათია, ხო? ამას ფოტოგრაფს არ უსაყვედურებდა, ვერ მიხვდებოდა რომ ეს სული სურათი. და ეს რამ შემოიტანა? ამან შემოიტანა. აი ამ ინტრავერტულმა კულტურამ შემოიტანა და ტელევიზიამ და ამან. ეხლა ეს აი ამ ხელოვნური ინტელექტისთვის მზაობაში მოსული თაობა. რატომ არ მიყვება ბოლომდე იმას და ახალ რეალობაში, ახალ აი რეალობაში არ აღმოჩნდებით? ხო, მე მგონია, რომ გვიან, მაგრამ მაინც უდგებათ მას კრიზისი. იმიტომ რომ სავარაუდოდ იმ ნაწილში, სადაც ჩვენ სუბიექტები ვართ. ხო, მასე შეგვიძლია ახლა მართლა ადამიანიც წარმოვიდგინოთ AI-ით. იმიტომ რომ მოდი ისე ჰუმანისტური ფსიქოლოგიიდან მოვარჯოთ, ისე მუგენტალიდან და ეს ხუთი ის ხო არის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მანიფესტი, 5. პირველი და მეხუთე კურსს ყველაზე. პირველი ფრაზა არის ესეთი, რომ ადამიანი როგორც ასეთი არ წარმოადგენს თავისი შემადგენლების მექანიკურ ჯამს და შეუძლებელია მისი დაყვანა კომპონენტებამდე. აი ხა ისე რომ შევხედოთ ჩვენ თავს არაფერი ჩემი არ არის. ფიზიკურად არაფერი არ არის ისეთი, რაც მაქვს მარტო მე. არც ერთი ატომი, რომელიც ახლა არის ჩემში, არ არის ისეთი, რომელიც მარტო ჩემში იყო. ხო. ხო? რომელიღაცა შექსპირში იყო, რომელიღაცა მეჯღანუაშვილში იყო, რომელიღაცა დინოზავრში იყო, ანუ ფიზიკური შემადგენლის დონეზე არაფერი ჩემი არ არის. მე rulis ქსელის მოწყობა, ჩემი ძვლების, ანუ არაფერი არ არის საერთოდ ჩემი. მაგრამ მე მაინც მე ვარ. ფსიქიკის მოწყობის დონეზე, ხო? ჩემი და შენი ფსიქიკა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა ასაკის ვიყოთ, არის 4 მილიარდი წლის. ხო, ესე ვხედავთ ჩვენ დღეს. ჩვენი წინაპრების შიშები გვაქვს, ჩვენ ფიზიოლოგიურად გვაქვს ჩაშენებული. მაგალითად, ქვედაპერიფერიული მხედველობა, რომელიც ძალიან განვითარებული გვაქვს და ორიენტირებულია მოძრაობის აღმოჩენაზე. იმიტომ რომ იმას იქ ხეზე გველის ეშინა და თუ რაღაც გაიფოჩვრებდა ქვევით, ამას უნდა დაეჭირა და ძალიან განვითარებული გვაქვს. და კარგი იქნება აივანზე თუ დადგებიან, ახლა ვინც ვისმენს თუ უნდათ ეს შეამოწმონ და უბრალოდ წინ იყურონ და როგორც კი ქვევით რაღაც მოძრაობა, ვერც ხვდები როგორ დახედე ამას. და ეს არის რაღაცა და პროკონსულის შიშია, რომელიც 16 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, რომელიც მე ფიზიოლოგიურ ფუნქციად მაქვს გადმოვლილი, ხო? და აი ეს რაღაცა ფსიქიკური რეაქციები ჩემი თუნდაც თუ რაღაცა არც ეს არ არის ჩემი. უნიკალური არაფერი არ აქვს ადამიანს. მაგრამ ყველა ადამიანი უნიკუმია. ყველა ადამიანი უნიკალურია. არც ერთი ადამიანი არ არის ბოლომდე მეორე. 74 მილიონ homo sapiens უცხოვრია რაღაც დათვლებით, მილიარდ homo sapiens უცხოვრია კაცობრიობის ისტორიაში დედამიწაზე. არც ერთი არ იყო ზუსტად მეორე. ყველა იყო თავის და ყველა იყო თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი საერთოდ თავისი არ ქონდა. ხო? და აი ამ დონეზე როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ რაღაც ჩვენ თვითონ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელსაც სუბიექტურობა საერთოდ არ ექნება. შევძლებთ კი ამას. და სუბიექტურობა თუ არ ექნება, იმისთვის თუ სუბიექტურობა საერთოდ არ აქვს, იმისთვის ჩვენი კითხვა გასაგები როგორ უნდა გახდეს. ანუ მე ხო რაღაც ამბები, რაღაც ფაქტები, მხოლოდ კონტექსტში მაინტერესებს. მე შემიძლია ჩამოგითვალო უაზრო ფაქტების კრებული, რომ ეს თითი უფრო მსუქანია ვიდრე ეს უფრო პატარაა ვიდრე ეს უფრო გრძელია ვიდრე ეს უფრო დიდია ვიდრე ეს თითი უფრო ყვითელია ვიდრე ეს მაგიდა და ამას თუ გავაგრძელებ 20 წუთის განმავლობაში შენი მჭიქას ადგები და მესური.
არა. მართლა? ხო, ანუ ეს გამოკვლეულია, იმიტომ რომ მე არ მაინტერესებს ფაქტები, რომლებსაც არ აქვს აზრი. ხო. კონტექსტში, მე ფაქტი მაინტერესებს ხოლმე კონტექსტში. აი ხა მე რო გიგითხრა თქვა შენო, სირიუსი ორმაგი ვარსკვლავია. იცოდი ამის შესახებ? კი. ხო. რა მე შეიცვალა შენთვის? ამის ცოდნით არ ამის არ ცოდნით. თუ ასტრონომიით ხარ დაკავებული და ეს თემა გაინტერესებს ხო, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის ეხლა ამ ფრაზამ არაფერი არ შეცვალა. მათთვის ეს არის უბრალოდ ფაქტი, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა. თუ მათ რაღაცა შეხედულებრივ სისტემასთან თუ რაღაცა ამ ინტენციასთან, ფსიქიკის ინტენციასთან აქვს ბმა. და როცა მე ვქმნი რაღაცას, რასაც ვეუბნები, რომ შენ ინტენცია საერთოდ არ უნდა გქონდეს, მე როგორ უნდა გავაგებინო მას რამე. ან მან უნდა როგორ უნდა გაიგოს ჩემი რა мотиваცია მაქვს მე როცა რაღაცას ვეკითხები. ის ამაზე მიხვდება. ანუ რამდენად შესაძლებელია ეს დიალოგი, მაგასაც ვერ ხვდები. ამიტომაც არის ეს ესე პროგრამირებული. ტყუილა არ არის ხელოვნური ინტელექტი ესე პროგრამირებული. ის ცირა სტატუსი, ხო, მართლა ბევრად დაკვირვებულია და იცის ამ ამბავზე ბევრი რამე. ის ძალიან ჭკვიანი გოგოა ჩემზე ჭკვიანი. და ეს რომ ის არის ფორმული ისე კონსტრუირებული ისე, რომ შენ კბას უხობს ერთ რაღაცას და იგივე კითხვაზე მე მიპასუხებ სხვა რაღაცას. აი ეს რამდენად დაძლევადია საერთოდ. იმიტომ რომ თუ მე ინტენციის გარეშე აზრები არ ვაინტერესებს, მაშინ იმას შეუძლია ისეთი უაზრო პასუხი გამცეს. მე შეიძლება გამცეს ესეთი პასუხი, რომ იცი რა, აქ ფაქტობრივად ერთი და იგივეა 70% და 37% ფაქტობრივად ერთმანეთის რაღაცა ისინია და სხვადასხვანაირად ანუ იმდენად გრძელი და ჩემთვის უინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ობიექტური პასუხი. ხო? და ის შეიძლება ობიექტურად დამისაბუთოს, რომ ორივე პასუხია. შეიძლება. მე მგონია, რომ ეგ პრობლემა გვექნება ჩვენ აი მასეთ AI-სთან თუ ანუ პიროვნების არამომცნობს თუ შევქმნით, ანუ რომელიც აი ამ ინტენციაში არ იქნება და უბრალოდ ფაქტებს დაინახავს. ხო. მაშინ ხო რა ვიცი, ანუ ინტერესის მომენტი არ არის ამაში. მაგას ვამბობ. ჯერჯერობით ეს რთული საკითხია. ჯერჯერობით რთული საკითხია, შენს მიერ დასმული კითხვა ჯერჯერობით არ არის ჩემთვის პასუხგაცემული, ეს საინტერესო ფილოსოფიური კითხვა, რატომ უნდა მოგვემსახუროს. მაგრამ რატომ უნდა იყოს გასაგები შენთვის? ხო, კიდე თუ მას არ ესმის ეს ინტენცია თვითონ არ იცის, რას ნიშნავს. თუ კი ისევ სერვისის ფუნქციას ჩაუდებ, ესე იგი გამოდის, რომ ობიექტური აღარ არის. ობიექტური აღარ იქნება. ეს არის დაახლოებით ჯიდუ კრიშნამურტი რასაც ლაპარაკობს, არის დამკვირვებლის როცა აქვს ლექცია. ხო. გახსოვს, რას ამბობს? თუ შენ დამკვირვებლობა განსაზღვრულია იმით, რომ შენ გინდა იყო ავტორი, ესე იგი შენ დამკვირვებელი არ ახარ. იმიტომ რომ შენ ვერ ახერხებ ობიექტურ დაკვირვებას. ხო? თუ შენ აკვირდები იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, მაშინ შენ ობიექტური დამკვირვებელი ვერ გამოდიხარ. მაგრამ არის კი შესწავლილი, ანუ საინტერესო საკითხია სხვათა შორის გადასამოწმებელია. ანუ ერთი და იგივე კითხვაზე სხვადასხვა ანგარიშიდან, იგივე პრომპტში, იგივე ტექსტს არ მოგცემს, მაგრამ პასუხების იდენტობა 1000 კითხვიდან რამდენად იქნება იდენტური. ხო. ეს შეიძლება თავად აი ეს შეამოწმებინო. ისევ იგივე კითხვა. ანუ ეს გაკეთებადი ამის შემოწმებას თავისუფლად შეიძლება. სხვადია უფასო და არა, მაგრამ შეიძლება. ხო. იმიტომ რომ რთული საქმე. და ეს დღევანდელი მოცემულობა. ჩვენ არ ვიცით აი ამ განვითარების ტენდენციების სადამდენი. რა მიმართულება, ანუ ეს სენტიენტის შესაძლებლობა და სენტიენტის დინამიკა, რომ ის ცნობიერი გახდეს, კონკრეტულად რა ეტაპებს, რა შესაძლებლობებს გულისხმობს და მისი პასუხები როგორ იქნება. ჩვენ ხომ
მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტულ დონეზე. ხო და მაგას გეუბნები ზუსტად აი ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას თუ ჩავყვებით, ხო ცნობიერება განზრახვის გარეშე არ არსებობს და თუ ცნობიერება განზრახვის გარეშე არ არსებობს, გამოდის რომ ცნობიერება ბოლომდე ობიექტური ვერ არის, იმიტომ რომ ინტენცია რაღაცა თუ აქვს, ხო ანუ თუ რაღაცისკენ უნდა მივიდეს. აი აქ არის მეორე კითხვა, შეიძლება ეს ინტენციაც გაჩნდეს მის შემთხვევაში. მე არ მინდა ახლა რაღაცა ჰოლივუდურ პოპულარულ რაღაცა თეორიებზე გადავარდეთ, რომ მასაც გაუჩნდეს სურვილი სიცოცხლის, ანუ შეცნობის, ან რაღაცა ექს მაქინა არის არაჩვეულებრივი ფილმი, ნუ შედარებით ბევრად უფრო სერიოზული ვიდრე ტერმინატორი ან რაღაცა სხვა მსგავსი. და ეს არ არის უბრალოდ სურვილი, რომ განადგურების შიში აქვს და იმიტომ თავი დაიცვა ან რაღაცა, არამედ ეს შეცნობის სურვილიდან გამომდინარე, ის მე ჩადის იქ ძალადობას და რაღაცებს, მაგრამ შეცნობის სურვილი. ანუ შეცნობის სურვილში ისევ ის სტიმული, რომ ის შეცნობის სურვილი აი ფსიქოლოგიას რო დაუბრუნდეთ ისევ. შეცნობის სურვილიც კი აღმოჩენის სიხარულიც კი ერთადერთი დადებითი мотиваციაა, რომელიც ადამიანებს გაგვაჩნიათ. ყველა დანარჩენი мотиваცია უარყოფითია. ხო, აი ეს შეცნობის სურვილი თუ ჩაედო, მაშინ არ ვიცი, აი ეს შეცნობის სურვილიც თავის, ანუ აი ეს აღმოჩენის სიხარული კი არის თვითონ დადებითი мотиваცია. მაგრამ ძისაფუძველი მაინც უარყოფითი აქვს. ანუ მაინც ნეგატიური мотиваციაა საწყისში, რომელიც მერე ხდება დადებითი, ანუ ეს არის ერთადერთი დადებითი мотиваცია, რომელიც ადამიანს აქვს. ნუ იქიდან რა ჩვენ ვიცით. ხო? შიმშილი, წყურვილი, ტკივილი, რისხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოვდივართ აღმოჩენის სიხარულზე, ხო? ეს პიაჟეს ის არის, ხო? მაგრამ აღმოჩენის სიხარული გამოწვეულია safety-ის მოთხოვნით, ანუ უსაფრთხოების მოთხოვნით, რომ მე რო საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს, არ მტკივა არაფერი და რაღაცა და აქ მშვიდად ავარ, მე ჩემი უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ვიწყებ არემარის გამოკვლევას, რომ წავალ ახლა მე და 2 მეტრით იქით ვნახავ რა ხდება, ანუ მარტო აქ კი არ ვიყო ჩაგეტილი არამედ იქითაც დავინახო. და აღმოჩენის სიხარული მაქვს იმ მომენტში, როდესაც მე რომ ველოდები რომ საფრთხე არ არის და მართლა საფრთხე არ არის. ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარი უსაფრთხოებაა ის, რაც მიბიძგებს ამ мотиваციისკენ. ანუ მაინც ნეგატიურ мотиваციაზე დამყარებული გამოდის. და ჩვენ თუ ეს ნეგატიური мотиваციები მივეცით ამას. მაშინ როგორ არის ობიექტური ის? რთული კითხვა, თავისთავად ცხადია. ანუ შეცნობის სურვილის მოტივიც რაში მდგომარეობს, ხო? ანუ რისთვის უნდა შევემეცნო? რისთვის უნდა შევემეცნო? თუ არაფერს არ მეშინია, თუ ხო, იმიტომ რომ შეცნობის სურვილში ბიოლოგიური მექანიზმი იზრდებს გადარჩენის მექანიზმი. ხო, რომ გავზარდო ჩემი უსაფრთხოების სივრცე. დიახ, და გადარჩენის მექანიზმი მაშინ როგორ უნდა ჩავდოთ? ესეც და თუ ჩავდეთ, მაშინ სუბიექტია და თუ სუბიექტია, მაშინ ობიექტური ვერ არის. აი ეს წინააღმდეგობა ჩემი აზრით დაუძლეველი. აი ეს არის თვითონ სამყაროს დუალურობა ჩემი აზრით. ჯერჯერობით ფილოსოფიური დილემა აქვს, მაგრამ შესაძლებლობა ამ დინამიკის მე მაინც უფრო ოპტიმისტური ვარ, არ ვიცი როგორ იქნება. მე მაინც ხედავ. აი ცი რა ძალიან ოპტიმისტური ვარ, მართლა გიჩვენ მოიწვია. დიახ. აუცილებლად. მე მაინც მგონია, რომ აი ეს დუალიზმი, რომელიც ჩვენ დისკუსიის 93-ში აღწერეთ, ხო? მაინც დაძლევადია. ანუ გამომდინარე იმ მოვლენიდან, რომელიც აი ამ კულტურული მზაობა აისთვის ჩემი ვარაუდის, ეს ჩემი შეხედულება, იმიტომ რომ ამ ჯენსის აქვს კულტურული მზაობა აისთვის, იმიტომ რომ ინტროვერტული კულტურაც ძირითადი დამახასიათებელი პირობა თუ არა რაღაცა მოვლენა და აი ეს განვითარების ტენდენციას ვხედავთ ბაზარზე მოთხოვნილებას, ვხედავთ კაპიტალიზმის ტენდენციას, რომ ეს სერვისები შესთავაზონ. ადამიანის გაზარმაცებას ვხედავთ. ჩვენ პრაქტიკულად სახლი გახდა უსაფრთხო და ეს 90-იან წლებში გაჩნდა ეს საერთოდ ეს თეორიები უსაფრთხო სახლის რაღაცა სოციოლოგიური მიკროთეორიები, რომელშიც ადამიანი სახლიდან ნაკლებად გადის, იმიტომ რომ გაჯეტებმა ყველაფერი ისე გონაც ასწავლი, რომ საკაბელო ტელევიზიებში უკვე სპეციალიზირებული არხები გაჩნდა, მაშინ როცა საზოგადოებრივ მოუწყებელში ფილმი უნდა დალოდებოდი, როდის იქნებოდა და
მაშინ გზნობდნენ პოსტმოდერნის ეს რაღაც ტენდენციები, ეგეთი რაღაცები უკვე რაღაცა სულისა. დღეს ჩვენ აზე ვსაუბრობთ საერთოდ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში რაც გინდა, ყველაფერი ხელმისაწვდომია და თან ხელმისაწვდომია არა უმდიდრესი ადამიანისთვის, საშუალო კლასისთვის. საშუალო კლასისთვის და ეს მზაობა, რომ ეს ტექნოლოგიები შევიწოვოთ. მზაობა, რომ ყველაფერი მივიღოთ, ნაგავი მივიღოთ, აი ხო, ისევ სიმულაკრები ხო, ბოდრი არის. თანამედროვე კულტურა ნაგავის წარმოება. ნაგავი რო ავითვისოთ, ეს მზაობა უკვე დიდი ხანი არსებობს. დაწყებულია 90-იან წლებიდან აქამდე დღემდე გრძელდება. და ამ ნაგავის ათვისების პროცესში ესეც შეიძლება ნაგავია. ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ამ ნაგავს უეჭველი მივიღებთ. მე ესე ვამბობ. რა თქმა უნდა. ხო, ანუ რაღაცა თლად ლესლი ვაიტისკენ დავიდეთ მაშინ რა. რაღაცა ისეთ ანუ არის მომენტი, როდესაც პატარა საზოგადოებებში ინდივიდი განსაზღვრავს რაღაც მაგალითად გენეტიკურ სურათს. ხო? პატარა საზოგადოებაში თუ არის ვიღაცა, ვისაც აქვს, რა ვიცი მე, დიდი ყურები, ხო? და გადასცემს თავის გენეტიკურ კოდს, ხო? თუ 5 მამრი ვართ, ეს მისი წილი იქნება მინიმუმ 20%. ხო ესეა. და ამას უფრო დიდი ზემოქმედება აქვს საზოგადოებაზე, ვთქვათ, სიტყვას, ხო? ან რაღაცა აქვს სხვადასხვა ფერის თვალები, ხო? მე შეუძლია გადასცეს თავის გენი და ეს როგორ გითხრა, ძალიან იმოქმედებს პოპულაციაზე, ერთი ინდივიდი მოქმედებს პოპულაციაზე, სანამ საწყის სტადიაშია. მაგრამ დიდ პოპულაციებში უკვე აღარ ხდება ეგრე. ხო? დიდი პოპულაციები ჯერთავიდან ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს. ხო? და მერე უჩნდებათ მოთხოვნილება სხვადასხვა რაც არის ახლა აი სუბკულტურების ამ იმებში, ხო, რაღაცა სუბკულტურებად საკუთარი თავის აი ეს იდენტობების მოთხოვნილება ხო ამან გააჩინა რეალურად რა. რომ მე მივეკუთვნებოდე რაღაცა სუბკულტურას. ანუ თან გამოყოფილი ვარ ყველასგან თითქოს, მაგრამ ნუ ძალიან ერთნაირები ვართ თან ამ რაღაცაში აქ შიგნით უკვე რა, ჩვენ ემობავში ყველა ერთნაირები ვართ, მაგრამ ძალიან განსხვავდებით დანარჩენი ხო ხვდები ეს იდენტობის კულტურები გაჩნდა. და ეს ბუნებრივი პროცესია. ეს ეხდება, ბუნებაშიც ეს ეხდება. ხო? ანუ არაფერს ადამიანები განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. და აი ამ პროცესში ყოფნა რაღაცებს განაპირობებს, რა თქმა უნდა. და ჩვენ ვერ შევაჩერებთ ხა პროცესს. ვერანაირად ვერ შევაჩერებთ. ხო? მაგრამ რაც უფრო უკონტროლო გახდება ეს პროცესი და ჩვენ ახლა ზუსტად ამას უყურებთ. მე მგონი რაღაცა ლოგიკურ დასასრულისკენ წავა ახლა ეს საუბარი. რაც უფრო უკონტროლო გახდება ეს პროცესი და რაც უფრო ნაკლებად შემეკითხება მე, მით უფრო გაიზრდება კონსერვატიზმის მოთხოვნილება. იმიტომ რომ ესეთი უკონტროლობა წარმოქმნის აი ხო უკონტროლობის განცდას, კონტროლის დაკარგვის განცდას და ჩვენ ეს მდგომარეობა ძალიან არ გვიყვარს. შესაბამისად ხო არც ის ფანტასტები სამეცნიერო ფანტასტებზე ვსაუბრობ მე. არ არიან სულელები ხო? არ მოძდით სულელური იდეები. ხო, როცა საუბრობენ რომ დადგება ეს ეპოქა, როცა ჩვენ რობოტების წინააღმდეგ ვიქნებით. ჩვენ თვითონ ვიქნებით. შეიძლება ისინი არაფერს არ გუშავებდნენ. მაგრამ ზუსტად იმიტომ და სულ გქონდა ხო ეს კაცობრიობის ისტორიაში. პირველ მანუფაქტურებში როგორც კი გაჩნდა რაღაც რობოტიზირებული პროცესი, ანგრევდნენ ეს მუშები ამ მოწყობილობებს, რომ ჩემი სამუშაო მიაქვსო და ამის გამო მე ფულს არ მიხდისო ჩემი უფროსი და მე ვრჩები საერთო საბადებლის გარეშე, ხო? და აი ეს ახლა შენაც სექს რობოტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ადამიანს გაუჩნდება ამის მიმართ წინააღმდეგობის განცდა და აგრესია. ან თუ ყველა დაკმაყოფილდება და ყველას იზოლაციას თუ გამოიწვევს, ეს ჩვენ როგორც საზოგადოება უბრალოდ დავიღუპებთ. ხო, ანუ საზოგადოება არ იქნება, ეს იქნება რაღაცა ინდივიდების ერთობა კი არა, ინდივიდების ცალცალკეობა. სადაც ეს ადამიანები უბრალოდ აღარ გამოდიან გარესამყაროში. ვიქნებთ რა ვიცი, ანუ ძუძუმწოვრებში ეგეთ სახეობაც ყავს დათვები. ხო? მადლობა, რომან.
მე მგონი ჩვენ ესე რომ გავაგზავნოთ დასასრული არ იქნება პროცესი. მაგრამ რაც ვისაუბრეთ, მე მგონი კარგი დასაფიქრებელი თემები გავშალეთ. იმედი მაქვს რომ მოეწონება შენს მაყურებელს და მსმენელს ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ. მე მგონი კარგი თემები შევეხეთ. კი. მადლობა. მეგობრებო, ეს გახდათ რომან აფაკიძე, მე ირაკლი მეფარიშვილი. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას.